საღამომშვიდობის მოგესალმებით, რეალური სივრცე უკვე 4 წელია ეთერშია და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, რომ ამ სივრცეში ყოველთვის მოგვესმინა ხმა რეგიონებიდან. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაბასატულ სოფელში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი აზრი, თემა თუ პრობლემა მაყურებლამდე მიგვეტანა. რეალური სივრცის რეგიონის ჟურნალისტების ქსელიც გვეხმარებოდა ამაში. გვეხმარებოდა, რომ რეგიონის ყოველდღიურობა ჩვენთვის მთავარ თემებად გადაქცეულიყო. რეგიონში ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, რომელიც არ დადის, მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ყაზბეგიდან დღეს მხოლოდ იმიტომ ვერ ჩამოვიდა, რომ 2 საათიან ტრანსპორტს ვერ მიუსწრო, საღამოს ტრანსპორტი კი ყაზბეგიდან არ გამოვიდა. ამ ფონზე დღეს მთავარ პრობლემად რჩება ახალგაზრდების საკუთარ ქალაქებში, დაბებსა და რეგიონებში დამაგრება. მაგრამ რას ვთავაზობთ მათ ადგილზე? სპორტი, გართობა, დასვენება, კულტურა, არაფორმალური განათლება, რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, რომ ახალგაზრდებისთვის მათი დაბადების ადგილი გახდეს მიმზიდველი და ერთი ქალაქის უსაშველოდ გაზრდის ფონზე მთელი ქვეყანა არ დაიცალოს. ვიდრე სახელმწიფოს როლზე ვილაპარაკებთ, ვფიქრობ, მთავარი საკითხია გავარკვიოთ ადგილობრივ ახალგაზრდებს რა სჭირდებათ, რამ შეიძლება გაამართლოს და რამ არა. ვიდრე კითხვაზე პასუხს გავცემთ, ნახოთ ომარ წოწორიას რეპორტაჟი გორიდან. Сейчас дела в Вашингтоне идут хуже, нет. Нельзя допустить, чтобы нам это помешало. იდეა დამებადა კინოდარბაზის დაარსებისა 2013 წელს. ქალაქ გორში ჩემს ბავშვობაში არსებობდა 5 კინოდარბაზი. მოგეხსენებათ, ჩავდგნენ წლებში 90-იან წლებში ეს ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი ჩამოიქცა, კინოდარბაზებიც აღარ არსებობდა და 2013 წლამდე ფაქტობრივად გორს არ ჰქონდა კინოდარბაზი. თავიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ დარბაზმა. ბევრი კმაყოფილი მაყურებელი გამიჩნდა, ბევრი კმაყოფილი გამოძახილებიც იქნა, მაგრამ წლების განმავლობაში, ან შემდეგი წლები სულ უფრო და უფრო იკლო მაყურებელთა რიცხვმა აი ამ 25 კაციან დარბაზში. წარმოიდგინეთ, ქალაქი არის დაახლოებით 42-43,000-იანი მაცხოვრებლით. გულდასაწყვეტია ის ამბავი, რომ უბრალოდ ჩვეულებრივი მაყურებელი, როგორც აი თავისუფალი მსურველი მაყურებელი ძალიან ნაკლებია ამ დარბაზში. და ვერ მოდიან და ასე ვთქვათ, ცოტა ისეთი მდგომარეობაა, რომ სადღაც უკვე ვფიქრობთ ამ დარბაზის ასე ვთქვათ დაკეტვას. მეც პირადად მთავრობის სურვილი ვარ, რომელმაც არ იცოდა რა გაეკეთებინა დაუშვათ სკოლის ან თუნდაც სამუშაო საათების შემდეგ, იმიტომ რომ გასართობი ადგილი ფაქტიურად არ იყო, რომ ახალგაზრდა გართობილიყო და დრო დაეხარჯა და თავის ენერგია დაეხარჯა. ან იყო ტოტალიზატორი და ან იყო ასეთი ალკოჰოლის მომენტი რა და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დატვირთულიყო ახალგაზრდობა და მოხდარიყო ახალგაზრდების ჩართულობა. გახსნის დღიდანვე აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანი მოდის ჩვენთან კლუბში დაწყებული ბავშვებიდან, სკოლის მოსწავლეებიდან, გაგრძელებული ახალგაზრდა გოგონებიდან და ასე შუახნის მამაკაცები, ყველა კატეგორიის ადამიანი მოდის და სწორედ ეს აერთიანებს. გადმოვდივართ სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით დღეს და საუბრობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი იყოს გაძლიერებული და რეგიონში ახალგაზრდებმა იგრძნონ თავი კომფორტულად. რას გულისხმობს თქვენთვის ეს კომფორტი? თქვენ ცხოვრობთ თქვენს სოფლებში, ქალაქებში, დაბებში, აკვირდებით ალბათ ახალგაზრდების აქტივობას. ერთ შემთხვევაში გორში თქვათ ვერ გაამართლა კინოთეატრმა, მაგრამ გაამართლა მაგიდის ჩოგბურთმა. თქვენი დაკვირვებით, მოდი, ყველას მინდა კითხოთ ახალგაზრდებს, ვინც ახლა ჩამოსული ხართ იქ თქვენი რაიონებიდან, რა ჭირდებათ თქვენს რაიონებში ახალგაზრდებს? რისი დეფიციტია? დავიწყოთ თქვენგან. შემდეგ გიორგისთან გადავალ და გალორე ლუიზასთან და ყველას ვთხოვ, რომ
ეს გენერალური პრობლემა არის დასაქმება, ხო? ანუ ეს დასაქმება პრინციპში პირდაპირ მიბებულია იმ სერვისების არ ქონასთან, რაც მუნიციპალურ დონეზე არ გვაქვს. აი მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში პრინციპში არავინ არ გასწავლის არც სკოლაში და უნივერსიტეტი არ არსებობს და უნივერსიტეტიდან დაბრუნებულმა არ ვიცით, როგორ ვაკეთოთ პრაქტიკულად საქმე. ანუ პრაქტიკული უნარები კეთების აი ესეთი არსად არ ისწავლება. უნივერსიტეტი ამას ვერ გვაძლევს, თანხმობით ვერ გვაძლევს და სკოლაში ამას არ გვასწავლენ. ეს სივრცეები სადაც შეიძლება რომ გვასწავლონ, როგორ ვაკეთოთ საქმე, ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად, ანუ როგორ მივყანოთ იდეა სისრულეში, რომ ადგილზე დავშეთ, არსად არ წავიდეთ. ანუ აი მიგივე მაგალითად, როგორ ვაფუნქციონიროთ კინოთეატრი მუნიციპალურ დონეზე, ამას გარდა ეს თეორიული ცოდნები საჭიროდება პრაქტიკული მხარდაჭერა. ეს პრაქტიკული მხარდაჭერა ცოდნის ნაწილში, როგორ ვაკეთოთ საქმე არ გვაქვს, ანუ მუნიციპალურ დონეზე და მეორე ნაწილში არ გვაქვს არც ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალურ დონეზე ვამბობ. აი მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში შარშან თუ ეს 6 მილიონი რაღაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით 6 მილიონი ბიუჯეტიდან იყო 17,000 რანი მხოლოდ ახალგაზრდული საქმეები იდეა პროექტებისთვის გამოყოფილი, ეს ჩამოვიდა 11,000-მდე. მოკლედ, რაც არის არარეალური, ხო? ანუ ამ 11,000 ლარიდან ჯერ მოკლედ იმიტომ რომ 17,000 მუნიციპალიტეტმა ვერ გახარჯა, რაც სასირცხვილოა, ხო? ანუ 11,000 ლარამდე ჩამოიყვანა. მაგრამ იქნება არ იყო შეთავაზებული იდეა. მათ უნდა შეთავაზოთ ჩვენი ყველაფერი. შეთავაზებული, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ, ანუ აი მაგალითად, ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფი, სამოქალაქო ინიციატივა, მაგალითად, ძალიან დიდი პრინციპში 5 წელია, რომ ჩვენი ხელები, ჩვენი ძალები ვცდილობთ სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომ ახალი სივრცე შევქმნათ, რომელიც ახალ ცოდნებს აწარმოებს რეგიონში და მისცემს ახალ რწმენას, რომ ჩვენ შეგვიძლია კეთება აქ რეგიონში. ესე მაგალითად შევქმნით სიტყვაზე ცოდნის კაფე, რომელსაც მუნიციპალიტეტმა მხარი არ დაუჭერა და არც ერთ მუნიციპალურ სივრცე არ გამოუყო, რის გამოც მოგვიწია ჩვენ კომერციული ფართის ქირაობა, ცოდნის კაფე ერთიანებს პრინციპში წიგნის მაღაზია საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად, არის მულტიმედია ბიბლიოთეკა, არის არაფორმალური განათლების ცენტრი, ყველა ადამიანი ჩამოდის აქ, ვისაც უნდა თავისი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, რაც რეგიონში ძალიან დეფიციტურია და ამასთან ერთად ჩვენ გავარემონტეთ დაახლოებით როცა არაფერი არ ქონდა ერთი მუნიციპალური შენობის ოთახი, ანუ ეს არის ერთ-ერთი მუნიციპალური შენობის ოთახი. ჩვენივე ძალებით გავარემონტეთ. ეს ჩვენი ძალებით, ეს ცოდნის კაფე გავიქცეთ რამდენიმე მოკლედ ორგანიზაციის მხარდაჭერით და ეს ოთახი პრინციპში, რომელიც მუნიციპალურ სივრცეშია დღესაც, ახლა 40 კვადრატი, ჩვენთან გავარემონტეთ, ანუ გავარემონტეთ ნიშნავს რომ დენი შევიყვანეთ, წყალი შევიყვანეთ, კედლები გავარემონტეთ, ფაჯრებს შევხებეთ რაღაცები და ეს მუნიციპალიტეტმა თუ რამდენიმე დღის წინ გვიცხრა, რომ ეს სივრცე აღარ არის თქვენი და ეს სივრცე გადასცეს ერთ-ერთ პრინციპში კომპანიას, ისე რომ არც მუნიციპალიტეტმა ამ ჩვენ ახალგაზრდა ჯგუფს არ შეგვითანხმა და იმ სივრცეში რომელიც ერთ-ერთი სივრცე რომელიც 40 კვადრატი დაგვითმო, ამ სივრცედან გაგვიყვანეს. ანუ მაქსიმალურად ესეთი ჯგუფი როგორც ჩვენი ჯგუფი არის, ძალიან მაინც იშვიათია ქვეყანაში სამწუხაროდ. და ეს ჯგუფებსაც კი ძალიან მთლიანად სამოქალაქო ინიციატივაზე დაფუძნებული სამოქალაქო ინიციატივის დაფუძნებული შექმნილი ოთახი, რომელთაც პრინციპში რამდენიმე დღის წინ მოგვიდა ცნობა, რომ უნდა გავიდეთ და დავტოთ. მე ძალიან მაინტერესებს. აი სამოქალაქო ინიციატივა გასაგებია, მაგრამ აი თქვენივე დაკვირვებით გადაწყვიტეთ, რომ წნორის ახალგაზრდობას ესჭირდებოდა. ანუ რითი იყო თქვენი იდეა გამყარებული? ეს თქვენ ამის საჭიროება დაინახეთ. აი ამ წუთას როგორია ვთქვათ თქვენი ცოდნის კაფეს ვთქვათ სტუმრიანობა, მოდიან ახალგაზრდები არიან და ვთქვათ აი საზოგადოებრივი სივრცე მათთვის საინტერესოა, როგორ ფიქრობთ? ანუ საიდან გაჩნდა იდეა და დაახლოებით მოკლედ ერთი 5 წლის წინ დავიწყოთ ღია კინოჩვენებების სკვერში საჯარო სივრცეში, როცა არაფერი თავშესაფარი არ ქონდა. ანუ ეს საჯარო სივრცე, რომელსაც იქნებოდა წყალი არ ჩამოვიდოდა, ეგ სივრცე არ არსებობდა წნორში. და დავიწყოთ ამიტომ სკვერის გამოყენება. ქონდა ხოლმე ფილმების ჩვენებები და შემდგომ დისკუსიები. და ეს იყო 2012 წელს. მაგრამ სულ გეკითხავენ ხოლმე, როდის აპრებ და ზამთარში ძალიან რთული იყო მაგის გაკეთება, იმიტომ რომ ცივა სკვერში და როცა წვევს მაშინაც ვერ გააკეთებ. და ეს იყო мотиваცია ჩვენთვის და არც კულტურის სახლი არ არსებობს დღემდე წნორში. ეს იყო мотиваცია, რომ შეგვექმნათ ცოდნის კაფე, რომელიც გაერთიანდა ამ 4 განმნიშვნელოვან კომპონენტს. ეს არის სოციალური საწარმო, იმისთვის რომ ამ სივრცემ იარსებობს, ანუ მაგალითად რომ არსებობდეს არაფორმალური განათლების ცენტრი, რომ არსებობდეს მულტიმედია ბიბლიოთეკა. საჭიროა ფინანსები, რომელსაც თქვენ აქეთ. რომელსაც ეს წიგნის მაღაზიიდან გაყიდული თანხა და კაფიდან გაყიდული თანხა მთლიანად ხმარდება ამას. თუმცა ამ სივრცეს არ აქვს ამ ცოდნის კაფეს არ აქვს საკუთარი სივრცე. საკუთარი სივრცე თუ არ ექნება ცოდნის კაფე ვერ იფუნქციონირებს, იმიტომ რომ ხა ქირაში ვიხდით 1000 ლარი. შეიძლება ვთქვათ რომ თქვენმა მუნიციპალიტეტმა ეს სივრცე გამოგიყოთ? ჩვენ მუნიციპალიტეტს ჰქონდა შესაძლებლობა სივრცე გამოიყო, ბავშვთა ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა საწყის ეტაპზე ეს იდეა და ჰქონდა შესაძლებლობა რომ
გამოიყო, მაგრამ მან პრინციპულად არ გამოყო სივრცე მსგავსი მოკლედ ანუ კაფისთვის, ანუ რომელიც აწარმოებდა განათლებას, იმიტომ რომ ჩვენი აზრით არის ორი მიზეზი, რატომაც მან ეს არ გააკეთა. ეს რომ საერთოდ ვერ იარწებს ქვეყანა, ვერ ცენტრალურ ხელისუფლების დონეზე, ვერ მუნიციპალურ დონეზე, რა არის სოციალური საწარმო და რატომ არის მნიშვნელობა მისი არსებობა, რომ მარტო ხელისუფლებამ კი არ უხადოს ფული საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ იარსებოს. თვითონაც იარსებოს, თვითონაც დაასაქმოს ადამიანები და ეს შემოსავალი მთლიანად მოახმაროს ის ძირითად მიზნებს, ანუ განათლების წარმოებას რეგიონში. ეს მუნიციპალიტეტი ვერ მიხვდა და მეორე მუნიციპალიტეტს მგონია რომ შიში აქვს, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც ხშირად მათ ნაკლებად ვეთანხმებით ხოლმე, ხო? და ეს იყო ორი ძირითადი მიზეზი, რატომაც თავისუფალი სივრცეები სადაც ჰქონდა, შეიყვანა თავისი მუნიციპალური აიპები და მე თქვა რომ უი ჩვენ სივრცე არ გვაქვს. მაგრამ იმ ოთახში, რომელიც ერთ-ერთ ოთახში ამ ცოდნის კაფეს გავხსნეს, სადაც ვიყავით და რომელიც ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ისიც ჰქონდეს, იმიტომ რომ ცოდნის კაფე ახლა 5 სექტემბერს დაგვეკეტება და იმ სივრცეში უნდა გადავიდეთ დროები, სანამ ახალ ცოდნის კაფეს ავაშენებთ, ჩვენ თვითონ ხალხი, ადამიანები. მანამდე ის ოთახი უნდა გამოვიყენოთ და ისე გადასცა სხვა კომპანიას, რომ არც გაგვაფრთხილა ჩვენ, ამიტომ ჩვენ იქიდან გამოსვლას არ ვაპირებთ მანამდე ცოდნის კაფეს. ჩვენ აუცილებლად რეალური სივრცე გეტყვევით და დაგეხმარებით ახალი სივრცის აშენებაში, იმიტომ რომ სივრცეების დაგეგმარებას და თქვა ხელშეწყობას ჩვენ დიდი სიამოვნებით ყოველთვის გავგზავნით ასეთი კამპანია დადეშენი აგური ცოდნის კაფის აშენებდა და ჩვენ მგონია რომ პრეცედენტი შევქმნათ, რომ ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია რომ ავარშიოთ საჯარო მე როგორც ხელი მომიჩება დავდებ ძალიან ბევრ აგურს თქვენი ცოდნის კაფესთვის ამის პირობას გაძლევთ ნამდვილად. გიორგი, დუშეთში როგორი სიტუაცია? სულ რაღაც 40 წუთში თბილისიდან შეგიძლია ჩახვიდეთ დუშეთში და პირიქით. როგორი სიტუაციაა დუშეთში? როგორია განწყობა ახალგაზრდების? არის თუ არა საზოგადოებრივი სივრცეების, თქვათ, მოწყობის რაიმე პრეცედენტები თუ იქნება? რითი ერთობით ახალგაზრდები? ნანას რომ მოусმინეთ ახლა, წნობისგან განსხვავებით, ეს იდეების ფორმირება ცოტა ნაკლებად არის. რას აბრალებთ ამას შესამჩნევად რა. ეს ამ საერთო პრობლემა არის რა. ორივე მხრის მიერ შექმნილი არის სამოქალაქო საზოგადოება და მუნიციპალიტეტი, ხო? ქალაქის ადმინისტრაცია. კონკრეტულად აქ რომელიმე ერთ ადამიანზე ან რაღაც ჯგუფზე შეიძლება ვერ ვისაუბროთ, ხო, მაგრამ საერთოდ ეს არის ჩაკეტილობის ერთ-ერთი ნიმუში რა, იქაური სიტუაცია დუშული. არსებობს ადრე საზოგადოებრივი სივრცე, სადაც იკრიბებით ახალგაზრდები და უზიარებთ ერთმანეთს. მაგალითად მოსაზრებებს ან იგივე პოლიტიკაზე მსჯელობთ, რაც თქვათ ყველაზე პოპულარული შეიძლება ჩავთვალოთ რომ არის დღეს. კი, მაგალითად სკვერი არის ერთი რამოდენიმე, არის გარეთ სეირნობა მიდის ხოლმე საღამოობით, ან მანქანით, ან ფეხით. სხვა ისეთი დატვირთული რო იყოს მაგალითად კინოთეატრმა გაიჟღერა, ხო, გორის შემთხვევაში წნორს არ აქვს. ჩვენ გვაქვს. იმუშავებდა თქვენთან ის კინოთეატრი, როგორ ფიქრობთ? იყო შემთხვევა, როდესაც ჩემმა მეგობრებმა მიაწოდეს იდეა შესაბამის უწყებებს და შეიქმნა ესეთი ჯგუფი, ხანმოკლე, რამოდენიმე ფილმი გავიდა. თუმცა იყო ეს უცხოური ენის პრობლემა და იყო ის პრობლემა, რომ ვერ მოვიდა თავის საბოლოო ჯამში. სულ ერთი კვირი დაგზელდა დაახლოებით რა. რას გააკეთებდით ახალგაზრდებისთვის? აი თქვათ, რა სივრცეს შექმნით? როგორ ფიქრობთ? აი რა არის ყველაზე სწორ ნაბიჯს გადადგამთ ამ მიმართულებით? რთულია ახლა ეს კონკრეტულად რაიმის თქმა, თუმცა შეიძლება მაგალითების აღება იგივე ბოლნისის შემთხვევაში, ნანას და მისი მეგობრების შემთხვევაში, აგერ გორი იყო ნახსენები კიდევ. შეიძლება მაგალითად დუშეთში იმ სივრცის დატვირთვა ერთ-ერთი არის ეს ობსერვატორია გეოფიზიკის და თვითონ ამ ობსერვატორიის ეს არის ფუნქციონირებს და საკმაოდ კვალიფიცირებული კადრები ყავს და აქ არის დიდი ტერიტორია რა, ეს თავისუფალი სივრცეა. მაგალითად რაიმე ფესტივალების მიზნით ამ ტერიტორიის მოწყობა შეიძლება, იმიტომ რომ მაღლა თან ქალაქის თავზე არის და შეიძლება რაღაც ესეთი რაღაც წერტილოვანი რაღაც იდეების განხორციელება რა. ლუიზას მინდა გადასცეთ ახლა მიკროფონი და პანკისის ხეობა. პანკისის ხეობა ეს ალბათ განსაკუთრებული ესეთი ყველასთვის ძალიან საინტერესო და რაღაცა საიდუმლოებით მოცული ხეობა. თქვენთან ახალგაზრდების
რა ჩანს ყველაზე მეტად რისი დეფიციტია თქვენთან ახალგაზრდებისთვის, რა სისურვებდით, რა კეთდება, რა უნდა გაკეთდეს, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებიდან ზოგადად ახალგაზრდებმა ისაუბრონ, აიმაღლონ ხმა იმ პრობლემებზე, რაც ადგილებზე არსებობს და მიმაჩნიენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი წარმატებული ახალგაზრდების დაბრუნება იმ ადგილებში, საიდანაც ისინი არიან და მათი ერთობლივი ძალით მცდელობა, რომ შეცვალონ რეალობა უკეთესობისკენ. მე წარმოვადგენ პანკისის ხეობას, ზოგადად ყველა რეგიონს გააჩნია ხო თავისი სპეციფიკა და ერთი და იგივე ვთქვათ, იდეა შეიძლება არ იყოს წარმატებული ყველა რეგიონში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სპეციფიკების სწავლა, რათა შენი ქმედებები იყოს შედეგიანი და პროდუქტიული. ჩვენ წარმოვადგენთ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობას. შესაბამისად, ბუნებრივია, არსებობს ბევრი განსხვავებული საკითხები, რაც სხვა რეალობის კარგი გამოცდილებიდან შეიძლება არ გამოდგეს იმ რეალობაში. ჩვენთან არსებობს 2005 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ასეთი, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი. მე მიმაჩნია, რომ რომ დღეს მე აქ ვზივარ, ეს არის ამ ორგანიზაციის დამსახურება და ბევრი ვამბობთ ხოლმე ძალიან დიდი სიამაყით, კლუბელები ესე ვეძახით ხოლმე ერთმანეთს და ამ კლუბელებმა შეუქმნით რეალურად ძალიან კარგი მაგალითი სხვა ახალგაზრდებისთვის, როგორ შეიძლებოდა შეგეცვალა ადგილზე უკეთესობისკენ სიტუაცია. უპირველესი მიზანი, რაც ჩვენ თავიდანვე, ყველას რაც გვაწუხებდა, რაც გვტკიოდა და რაც უნდა გაგვეკეთებინა, პირველ რიგში ეს იყო ინტეგრაციის საკითხის მოგვარება. ჩვენ თვლიდით, რომ თუ იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობ და წარმოადგენ უმცირესობას, სასტიკად არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება და ვფიქრობ, მე მაგალითად ყოველთვის ვამბობ და ამის ღრმად მწამს ჯერა და ესე ვცხოვრობ, რომ მე არ წარმოვადგენ უმცირესობას და მინდა მჯეროდეს და მინდა რომ ყველა უმცირესობის ბრჭყალებში წარმოადგენლებმა ასე ვიფიქროთ და ასე მიუდგეთ საკითხს. მაინც არის პანკისის ხეობაში ახალგაზრდების თქვათ დაკავებულობის, დასაქმების, თქვათ მათი რაღაც ინტერესების გაერთიანების პრობლემა, ეს რეალურად არის. თქვენ ალბათ ამას აკვირდებით და კონკრეტული გამოსავალით ან რეკომენდაციებით შეიძლება რომ გქონდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს, უბრალოდ ეს პრობლემა. დასაქმების პრობლემა, რომ რეალურად ყველგან, ყველა რეგიონში, ზოგადად ჩვენს ქვეყანაში პრობლემა, ამას ერთხმად ვეთანხმებით ყველანი, ხო? ამ კუთხით გამორჩეული არ არის, ვთქვათ, განსაკუთრებული სიტუაცია არ აქვს პანკისის ხეობაში. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას. ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად ნანამ ისაუბრა არაჩვეულებრივ იდეაზე, რომელიც თავიდანვე აღნიშნე და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი მაგალითია სხვა რეგიონებისთვის, სხვა დაბებში ცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომ თქვათ ახალგაზრდებს მაგალითად, რომლებსაც თქვათ არ ქონდათ ის შესაძლებლობა, რომ სხვა ესეთ მსგავს კარგ იდეებს გაცნობოდნენ. ეს კარგი შესაძლებლობა მათაც ადგილებზე სცადონ და აითვისონ მსგავსი საკითხები. ჩვენ გვინდა რაზე ვისაუბროთ? დასაქმება რა თქმა უნდა არის ქვეყნის მთავარი პრობლემა და ალბათ ჩვენ ამ თემაზე განსაკუთრებულ გადაცემას ახალ სეზონზე უსათუოდ გავაკეთებთ, მაგრამ დღეს ზუსტად ვსაუბრობთ იმაზე, რაც დასაქმების გარეთ, საზოგადოებრივი სივრცეები, ადამიანების გართობა, დაკავება, დამაგრება თავის რეგიონებში. ამ თემაზე ვსაუბრობთ და სწორედ ეს მაინტერესებს. დარბაზები, სპორტული მოედნები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, თქვათ, კინო, კულტურა, ყველაფერი ის, რაც არის პლუს დასაქმებასთან ერთად საჭირო, იმიტომ რომ აინშტაინიც კი თვლიდა, მისი წარმატების ფორმულის ერთ-ერთი შემადგენელი სწორედ გართობა. ამ მიმართულებით, ამ კუთხით რა სურვილებია თქვენთან ხეობაში? მე მინდა ვისაუბრო საგანმანათლებლო ცენტრზე, რომელიც ფუნქციონირებს პანკისის ხეობაში 2005 წლიდან, მეც ვარ ამ თქვათ საგანმანათლებლო ცენტრის ყოფილი სტუდენტი. ეს იყო სივრცე, სადაც პანკისელ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მაგალითად მიეღოთ, თქვათ, არეულოდ არ გადაეხადათ ფული რეპეტიტორებისთვის და ხეობის უძლიერესი რეპეტიტორები მუშაობდნენ ამ ცენტრში და ჩვენ მოგვესცა შესაძლებლობა. მე მაგალითად მომიწია, თქვათ, მოსწავლობის პერიოდი პანკისის კრიზისის პერიოდში, როცა ძალიან რთული იყო, თქვათ, ფინანსები არ არსებობდა და ვერ ივლიდი ესე რეპეტიტორთან. ამ ცენტრმა იმ პერიოდში ძალიან კარგი საშუალება მოგვცა ჩვენ, რომ განათლებისთვის, განათლების ხელმისაწვდომობისთვის ჩვენ გადაგვედგა წინ ძალიან დიდი ნაბიჯები. პარალელურად ჩვენ გავაკეთეთ, დავიწყეთ უკვე ახალგაზრდულ პროექტებზე მუშაობა. ბუნებრივია, არასდროს ორგანიზაცია, თქვათ, ახალგაზრდულ პროექტებზე მუშაობის პროცესში ესე 2-3 ადამიანი არ ზის და თვითონ არ წერს პროექტს. ყოველთვის
ანუ ცენტრში არსებობს სივრცე, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი თავიანთი იდეები განახორციელონ, გავაკეთებთ ჩვენ ბიბლიოთეკა, ასევე ინტერნეტის საშუალება, წიქვე გვაქვს და სკოლის მერე ეს არის საშუალება ახალგაზრდებისთვის, თქვათ, ნებისმიერი იდეა, რომელიც მათ გააჩნიათ, ნებისმიერი პრობლემატური საკითხი, რომელიც ხეობაში არსებობს, დიალოგები, ჩვენ მუდმივად დიალოგში ვართ ახალგაზრდებთან და ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი და ქმედება არის ზუსტად ამ ახალგაზრდებისგან წამოსული. ძალიან აქტიურად თქვა თანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ანუ თვითმმართველობასთან, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობის თქვა ესე აქტიურ როლზე თემის გაძლიერებას და ასე შემდეგ. ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში, სწორედ თვითმმართველობის თემაზე. გელა, მუშაობ ამდენი ხანია, იცნობ მთლიანად მთის თემს და იცნობ მათ პრობლემებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ვთქვათ, ალბათ ყველაზე მეტად არიან ჩვენს ქვეყანაში მოკლებულები იმას, რაზედაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. შენი გადასახედიდან, როგორც ჟურნალისტი, რომელიც ამ თემაზე ძალიან დიდი ხანია მუშაობდა, გაქვს უზღვავი და ამომწურავი ინფორმაცია. რას ხედავ ყველაზე დიდ პრობლემად მთის ახალგაზრდებისთვის? მოგესალმებით პირველ რიგში. თაში პრინციპში მთის ახალგაზრდების პრობლემები უნდა დავინახოთ, მაგრამ თაში ახალგაზრდები აღარ დარჩნენ. შესაბამისად, ის რაც 60-70 წლის ადამიანს აქვს პრობლემა, განსხვავდება ხო, ახალგაზრდებს უფრო სხვა საჭიროებები გვაქვს, ასე ვთქვათ. რეალურად ჩვენ რომ ავიღოთ ზამთარში მთიანი რეგიონები, თუ არ ჩავთვლით მესტია, სადაც საბედნიეროდ ჯერ კიდევ არის მოსახლეობა შემორჩენილი, ანუ ესე თითზე ჩამოსათვლელი ადმინისტრაციული ცენტრები დაგვჭირს, სადაც ადამიანები რჩებიან და ეს ცენტრებიც არის ძირითადი, სადაც არის გზა, არის ელექტროენერგია, იჭერს მობილური ტელეფონი და შესაძლებელია იყოს ინტერნეტიც. მაგრამ ჩვენ საქართველოს მაღალმთიანეთში გვაქვს ბევრი ისეთი მხარე, იგივე თუშეთი, პირიქითა ხევსურეთი, ყაზბეგის, ანუ ხევის არაერთი დასახლებული ტერიტორია, გუდამაყრის, ანუ მთიულეთის დიდი ნაწილი, ჯავახეთის ნაწილი, ქვემო ქართლის მთიანი რეგიონები, რაჭა-ლეჩხუმის დიდი ნაწილი ასევე მოკლებულია ყველა იმ სიკეთეს, რაც ჩვენ გვაქვს დაუშვათ თბილისში, თბილის გარეთ მიმდებარე რეგიონებში და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრ რეგიონში არ არის ტელეფონი, ხა წარმოგიდგენიათ 2017 წელს ადამიანს მობილურზე დარეკვის შესაძლებლობა რომ არ გააჩნია, არა იმისთვის რომ დაუშვათ გაერთოს ან მეგობარს რაღაც უთხრას ან აზრი გაიზიაროს ან რამე ერთმანეთს მოიკითხონ. არამედ ანუ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა დგას, ვიდრე შეიძლება გართობაზე ორიენტირებული იყოს ტელეფონის მეშვეობით. ან SMS-ი გაგზავნოს, ან დაუშვათ Facebook-ში და სხვა სოციალური ქსელებით ისარგებლოს. არამედ ტელეფონი როცა არ არის, ადამიანებს პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები აქვთ. როდესაც შეიძლება რაღაც დაუზიანდეთ, ადამიანებს სასწრაფოს გამოძახების შესაძლებლობა არ ეძლევათ. ეს რაც შეეხება ტელეფონს, როდესაც არ არის გზა, მაგალითად თუშეთში, ხა უღელტეხილზე თითოეულობის გამო, პრაქტიკულად 8 თვის განმავლობაში მთელი თუშეთის 52-ვე სოფელი მოწყვეტილია ხოლმე გარესამყაროს. სულ თუშეთში რჩება 25 ადამიანი ზამთარში და აქედან არც ერთი ახალგაზრდა არ არის. რატომ არ რჩებიან იქ ახალგაზრდები? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სადაც ტელეფონი არ არის, შუქი არ არის სოფლებში, თუ არ ჩავთვლით შენაქოს, სადაც მცირე ჰესი აქვთ. სადაც ინტერნეტი მხოლოდ ახლა შევიდა, ისიც კერძო ორგანიზაციების და საერთაშორისო დონორის დახმარებით. სადაც გართობის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. რით შეიძლება გაერთონ ახალგაზრდები არა მხოლოდ მთაში, არამედ დანარჩენ რეგიონებშიც. ანუ ადრე ჩემს ბავშვობაში მე მახსოვს იყო კულტურის სახლები ფუნქციონირებდა, რომელიც წლების განმავლობაში, მე როდესაც სკოლაში დავდიოდი, დაუშვათ ეს იყო დაახლოებით 20 წლის წინ, ხო, გაპარტახდა ყველგან სოფლებში, იშვიათ თითზე ჩამოსათვლელი სოფლებს თუ არ ავიღებთ, კულტურის სახლები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს და გაპარტახებულია. და ბოლო პერიოდში საგანგაშო ტენდენციაა ეს კულტურის სახლები გაიყიდა, პრივატიზება მოხდა და შიგნით ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული საბანკეტო დარბაზები, რომლებსაც ძირითადად ქელეხისთვის იყენებენ. არ გეგონოთ რომ ვინმე იქ საქორწინოდ იკრიბება. ძირითადად ფუნქცია იტირთა ამ კულტურის სახლებში არსებულმა სივრცეებმა ადამიანების დაკრძალვის, ანუ ეს რაღაცა ცერემონია რაც მოსდევს ხოლმე. პრინციპში სხვა არც არაფერი აერთიანებთ უკვე სოფლებში, განსაკუთრებით მთის სოფლებში ადამიანებს. ამ დროს იკრიბებიან ხოლმე რომ გარდაცვალების საპატივი მიაგონ. ეს ერთ, მეორე. სპორტული სტადიონები, ხო, სპორტული მოედნები არის აბსოლუტურად მოუწოდებელი, ასევე იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეხლა იგივე მთაში ამ ტიპის სერვისები არც ყოფილა დიდად სხვა დროს განვითარებული, მაგრამ ძალიან რთულია დამერწმუნეთ უტელეფონოთ და ინტერნეტის გარეშე. 21 საუკუნეში მე ვფიქრობ, რომ მინიმალური ხარჯებითაც კი
ეს შეიძლება იყოს 5-10 ან 15000 ლარი, რომლის გაღების შესაძლებლობაც აქვს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას და ჩვენ სტუმრად ყავს აი ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი და ახავე, რომ პერიოდულად ეს ორგანიზაცია გასცემს მიკროგრანტებს, ხო, 20000 ლარის და 25000 ლარის ოდენობით. ამ შესაძლებელია ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა ან ფიქრობენ, ან იფიქრონ, რომ ამ თანხით არ არის რამის გაკეთება შესაძლებელი და სინამდვილეში შესაძლებელია ამ თანხით ქმედითი აქტიური რაღაც სიცოცხლე რომ გაღვივდეს, ასე ვთქვათ, ასეთი ცენტრის შექმნა. მაგრამ არ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამ ტიპის კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას. ეხლა ეს პრობლემა დგას. ან ალბათ ცოდნა არ აქვს, როგორ უნდა მიიღონ კონკურსი თუნდაც როდესაც არ გაქვს ტელეფონი და ინტერნეტი, იმ კონკურსის შესახებ ვერ შეიძლება ჯერ ერთი და მეორე ხშირად ძალიან რთულია ჩამოსულა მთიდან. ეხლა მაგალითად სტიქიური მოვლენების გამო მოწყვეტილია საერთოდ, ხო? პირიქითა ხელსურეთის ყველა სოფელი ბარს, ანუ ეს გადაადგილების, ტრანსპორტირების პრობლემაც არის. ეს რაც შეეხება მთას, მთაში ინფორმაციაც კი არ არის. რადიო არ იჭერს ძალიან ბევრ მაღალმთიან რეგიონში ქართულ ხმას, მაგალითად თუშეთში უსმენენ ფერეიდნელების და თურქული რადიოს გადაცემებიდან. არც ერთი ქართული რადიო მაუწყებელი მთაში თავის მაუწყებლობას ვერ ავრცელებს. ხა იქ რა გართობაზე უნდა ვილაპარაკოთ? ადამიანები მოწყვეტილები არიან ყველანაირ სიკეთეს. და მოკლედ რაც შეეხება ბარს ნანამისაუბრა, მეც იმავე რეგიონიდან ვარ, კახეთიდან და მინდა ამ ტრიბუნიდან დაუშვათ ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და თვითმმართველობის ხელმძღვანელს კი არა, მხოლოდ ციხნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს, არამედ კონკრეტულად კახეთის გუბერნატორს მოვუწოდო, როგორც ახალგაზრდა, რომ სწორედ ასეთი ტიპის ამ ტიპის სივრცეებს ჭირდება მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს ადამიანები თქვენ უნდა ყველანაირი პირობა შეუქმნათ ახალგაზრდებს და მაქსიმალურად დაუჭიროთ მხარი იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. ის კი არა რომ ისინი თავიანთი ძალებით რაღაც სივრცეს ერთ ოთახს თავშეყრის მიზნითაც პოზიტიურ საქმეებს გეგმავენ და ძალიან ბევრ კარგ რაღაცას აკეთებენ. აქ სამოქალაქო აქტივობებს ახორციელებენ. ისინი კი არ უნდა გავყაროთ იმ ფართიდან, არამედ უნდა მივეხმაროთ. კიდევ რა ჭირდება და კიდევ როგორ შეიძლება გაძლიერდნენ. ნუ ეშინიათ ამ ახალგაზრდების. ნანას და მის ორგანიზაციას სამოქალაქო ინიციატივას და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს, რომლებსაც მე აი მთელი ყველანაირად გულშემატკივრობ, არ უნდა უწევდეთ ისეთი რთული სიძნელეების გადალახვა. ეხლა რასაც გვია რომ $40,000 თუ ლარი აქვს შესაგროვებელი, ჯერ მხოლოდ პირველ ეტაპზე მიწის ნაკვეთი რო შეიძინონ და მე იქ რაღაც სივრცე, პატარა სივრცე ააშენონ, სადაც ერთმანეთს იდეებს გაუზიარებენ და რაღაც ღონისძიებებს დაგეგმავენ. როცა მუნიციპალურ ბალანსზე და მუნიციპალიტეტს ქონებაში თავის სარგებლობაში აქვს უამრავი ქონება, რომელიც ისია წვიმაჩარის ოხრდება და პარტახდება და ამ დროს არ აძლევენ ასეთ ახალგაზრდებს ერთ პატარა ოთახს. ეს არ ვიცი, ამას არ ვიცი რა ქვია. მე იმედი მაქვს ეს პრობლემა მოგვარდება, რეალური სივრცე აუცილებლად მიადევნებს თვალყურს ამ მიმდინარე მოვლენებს. ახლა მე მინდა რაჭიდან ჩართვა შემოგთავაზოთ, ირაკლი სარდანიშვილი გვერდება ახლა რაჭიდან, ეს არის კინოცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება და სწორედ კინოზე, თეატრზე და წიგნიერებაზე გადავალთ რამდენიმე წუთში. ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენ ახლა არაჩვეულებრივ მოედანზე დგეხართ, მე რამდენადაც ვიცით კინოცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ხართ ახლა თქვენ და 2 სიტყვით რომ გვიცხადთ რა ღონისძიებებია და როგორ ხვდება რაჭის ახალგაზრდობა ამ ღონისძიებებს. რამდენად არის ჩართული და რამდენად მოგწონთ ის რაც ხდება თქვენთან? ჩვენთან მინდა გითხრათ რომ არაფერი არ ხდება, ალბათ ძალიან გვიან მოხდა. საერთოდ არაფერი არ ხდება, მარტო ხდება რაღაც ესე რომ ვთქვათ, რაღაც პოლიტიკური პარტიების მიერ მობილიზებული რაღაც ადამიანების ჯგუფების რაღაც მცირე ღონისძიებები, ესე რომ ვთქვათ, რომელიც გავს ჩვეულებრივ რაღაც იმას, როგორც ეს მარში არის, ესე რომ ვთქვათ, რაღაც კომუნისტურ რაღაც ღონისძიებებს. არაფერი არ ხდება კულტურაში, ესე რომ ვთქვათ, ის რაც ხდება არის კერძო, ესე რომ ვთქვათ, და ინდივიდუალური ადამიანები, რომლებსაც ესე რომ ვთქვათ, რაჭა უყვართ და ხატვარია ადამიანი თუ მუსიკოსია, ის რომ თავის სოფელში რაღაცას გააკეთებს, ესე რომ ვთქვათ, და მათაც სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობა არ ეხმარება ამას მამაღლად ვიტყვი. მე ხა ვარ სტადიონზე ხვანჭკარაში, მაგალითად, სადაც ტურნირებს მართავთ ჩვენ ადგილობრივი ადამიანები და სადაც ელემენტარულად განათებებს არ აყენებენ ადამიანები, სადაც სკამებს არ აყენებენ. მე-5 წელია ეს ტურნირი ტარდება, ჩართულობა არის ძალიან დიდი, ესე რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ღონისძიებაა რაჭისთვის, სადაც არაფერი არ ხდება, ესე რომ ვთქვა და საერთოდ ის კი არა რომ ადამიანები პირიქით
გარკვეულ რაღაცებში ხელისაც კი გვიშლიან და ეს უნდა ითქვას და ნებისმიერ არა მარტო რაჭველმა ეს უნდა ითქვას და ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემაზე. რა გინდათ რომ მოხდეს? მაშინ მოდი დავსვამ ასე შეიხდება ისე რომ თქვა. გასაგებია რომ არ არის არანაირი კინოთეატრი, არანაირი თეატრი, კიდე გეუბნებით. თუ კიდე სადმე რაიმე დოზით არის გამონათება, ესე რომ თქვა, ეს არის მარტო რაღაც პოლიტიზირებული შოუ იმისათვის, რომ ვიღაცას ტაში დაუკრას და მოხდეს მადლობა იმისათვის, რომ რაღაც ვარჩენ, ესე რომ თქვა. მე ხა სხვანაირად აგისვამ კითხვას. რა გინდათ რომ მოხდეს? თქვენ თუ ხართ ჩამოყალიბებული იმაში, აი რა გაგეხარდებოდათ და რა გინდა? ჩვენ გვინდა, ანუ როგორც ადამიანს ჭირდება, ესე რომ თქვა, ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, ეს იქნება წყალი თუ გაზი, რავი, აი ესე ვითხოვთ, რაღაც კულტურას ვითხოვთ რაჭაში, ვითხოვთ ელემენტარული ადამიანები გჭირდება, ესე რომ თქვა, პროფესიონალი ადამიანები გჭირდება, ნებისმიერი ადამიანი, ვინც კულტურაში მუშაობს, მინიმუმ კულტურული უნდა იყოს, სპორტში მომუშავე ადამიანი მინიმუმ რაღაც ბუთი უნდა იტოდეს, ესე რომ თქვა, და ვითხოვთ პროფესიონალურ კადრს, რომელიც ჩამოვა ამ კუთხეში, ესე რომ თქვა, და გააკეთებს საქმეს და გააკეთებინებენ ადამიანებს საქმეს, რომელსაც ეს უნდათ და რომლებმაც იციან, ესე რომ თქვა. ანუ არ აკეთებენ ის ხალხი, ვინც არიან დღეს, არა მარტო რაჭაში, მაგრამ რაჭაში ესე არის. და დარწმუნებულია სხვაგანაც ესეა. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ყურადღება მოგვაქციო, არაფერი ცუდი არ გვინდა და პირიქით ხელისმის შეუშლიან რაღაც იმ განვითარებასაც, რაც ადგილობრივი ადამიანების ხარჯზე ხდება და რაღაც მეგობრები იქნებიან თუ ჩვენ თუნდაც და რავი, ნებისმიერი. დიდი მადლობა ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა. მე ახლა დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. კაბტონთეა, კინოცენტრის პროექტი, რომელიც რეგიონებში კინოჩვენებებს აწყობს. როგორია თქვენი დაკვირვება აი ამ თქვათ მსვლელობის შემდეგ რეგიონებში? რა აი ესეთი რასემსახურება ეს რომ მიაწოდოთ ადამიანებს იყოს გარჩევა ამ კინოფილმების, როგორია აქტიურობა? აი ეს თქვენი დაკვირვება გვაინტერესებს ძალიან. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ეხლა ჩვენი პროექტი ხერხო ვუსმენ ჩვენს აუდიტორიას ხმიანება იმ პრობლემებს, რაც არის შესაძლებელს აქ ითქვა. მართლაც კინოთეატრებში თუ არის სადმე ისიც პატარა კინოთეატრი თუ გინდა 25 ადამიანისგან, იქ არ დადის ადამიანები, იმიტომ რომ კინოში სიარულის კულტურა დაიკარგა. მაყურებელს სჭირდება ჩვენ საზოგადოებაში გაზრდა. სწორედ აი ამას ვცდილობთ ჩვენ პროექტით კინოსკოლაში. პირველი იდეა ამ პროექტს გაჩნდა იქედან, რომ არც ერთ რეგიონში არ არის კინოთეატრი. იზრდება თაობები, რომლებსაც არ უნახავთ დიდ ეკრანზე საერთოდ ფილმი და არ აქვს არანაირი უნარები. ამაზე არის პასუხი, რომ ეს არ არის რენტაბელური. აი არ არის რენტაბელური, მანამ სანამ ჩვენ მაყურებელი დაიწყებს კინოში მასობრივად სიარულს. აი 25 ადამიანისგან შემდგარი დარბაზი ვერ ფუნქციონირა გორში. აი ჩვენ ამ რეალობის შესვლა გვინდა. ამიტომ გვინდა ახალი თაობაში გავზარდოთ როგორც მაყურებელი. ამისთვის ფაქტია, რომ ჩვენ დავიწყეთ იქიდან, რომ გვინდა რეგიონში გვინდოდა კინოთეატრების თემა როგორმე გაგვეცოცხლებია, კულტურის სახელმწიფოს ჰქონდა რაღაცა ურთიერთობა და შევთავაზეთ, რომ კლუბები შეექმნათ. მაგრამ რთულია, აი ერთადერთი წნორია არის ასეთი ინიციატივიანი ახალგაზრდები, რომ ძალიან რთულია რეგიონში იპოვო ესეთი ორგანოთან მუნიციპალიტეტს შეგიწყოს ხელი, რომ იყოს სივრცე, სადაც შეიძლება კლუბურ დონეზე მოხდეს, თქვათ, კლასიკის ჩვენება, იქ დისკუსია შეიკრიბონ ახალგაზრდები და ამიტომ ამას ჭირდება პროფესიონალების მონაწილეობა და ასევე ადგილობრივების ინიციატივაც. ეკა, გიორგი, ერთობლივი პროექტიც იყო თქვენი მახსოვს, ეკას მივაწოდოთ. აი, ეხლა იყო საუბარი გელამახსენა კულტურის სახლები, თეატრების შენობები, რომლებიც დღეს ცარიელია და რომლებსაც აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქ დღეს. პროექტები მარჯანიშვილის თეატრის აი თუნდაც ხვალვარძიაში მაგალითად კი მართალია სხვა ეგიდით მიეგზავრებით, მაგრამ აი ეს ინტეგრირება რეგიონებში ღია ცისქვე სპექტაკლების თამაშის რა მესიჯია ეს ახალგაზრდებისთვის, რა სცელოდებით, რა შედეგს მოიტანს, როგორ ფიქრობთ, აი როგორ უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის გავრცელება, გადაცემა და შემდეგ უკუგება თეატრის სიყვარული, რომელიც გამოიხატება შემდეგ თუნდაც პატარა დრამწრის არსებობაში, თუნდაც მერე ჩამოსვლაში თბილისში. აი რა მოლოდინები გაქვთ ამ ტიპის პროექტებისგან? ჩვენ ხო ხვალდაზე გვარდია და ბორჯომი გვაქვს და შარშან მოვიარეთ ძალიან ბევრი ადგილი საქართველოში. მათ შორის ვიყავით ისეთ ადგილებში,
სადაც არც ისე ხშირია სპექტაკლების ჩატარება. როგორც გენებოთ, არის სპექტაკლი, რომლის გამართვა შეგვიძლია ყველგან. ამიტომ ამ სპექტაკლს აქვს ეს პრივილეგია და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას მივიდეთ და ვაჩვენოთ ეს სპექტაკლის ღია სივრცისთვის იყო სპეციალურად გათვალისწინებული, დადგმული, მაგრამ იცით როგორ არის ჩვენ თეატრის მხრივ რეგიონები არის საკმაოდ აქტიური. არის ძალიან კარგი ფესტივალი გორში, არის ძალიან კარგი და ეხლა მიმდინარეობს სწორედ ფესტივალი ფოთში, ძალიან კარგი ფესტივალი ახალციხეში სექტემბერში თანამედროვე დრამატურგიის. ეს ამ ფესტივალის მიმართ ყველა თეატრის პასუხისგებლობაც კი ძალიან მაღალია. ჩვენ ყოველთვის მონაწილეობთ. ანუ მე გულისხმობ თბილისის თეატრებს. იქ თუ კომედიის ფესტივალია, იქ არის თანამედროვე დრამატურგიის ახალციხეში და არის ძალიან პასუხისგებლობის გარდა არის რამდენად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ახლა ვეკითხოთ, პირველ რიგში ეს არის სხვა ახალი მაყურებელი, განსხვავებული, რა თქმა უნდა, ყოველდღიური, თქვა, თბილისური სპექტაკლებისგან. გარდა ამისა, ეს არის გამოწვევა ჩვენთვისაც. გამოწვევა განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც თეატრი ყოველდღიური თემა არ არის. სადაც კულტურა იმ მხრივ, რამ ხრივადაც დატვირთულია თბილისი, ან თუნდაც სხვა რეგიონული ცენტრები, ყოველდღიურობა არ არის. ყოველდღიურობა არის ესე. 8 საათის მერე ყველაფერი გვტება. თელავში გვაქვს ძალიან ბევრი სპექტაკლი, ნათამაშები, მაგალითად ეხლა ხანს ვიყავით თელავში და გზად რომ მოდიხარ თბილისისკენ, 8 საათის მერე რომ ბინდდება, თავის ხიბლთან ერთად ხვდები, რომ აქ არაფერი აღარ ხდება. ადამიანები იკეტებიან ამ სახლებში და იცით სურვილი იმისი, რომ თუნდაც დასხდნენ და წიგნი წაიკითხონ, ნელ-ნელა უკრებათ, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, პირობები არის მინიმალური. ჩვენ თეატრის საშუალებით ამ პირობებს, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ ამ პირობების იქით გავიდეთ. და ვაძლევთ ადამიანებს, და უბრალოდ ვკანახოთ ადამიანებს, რომ მათ ინიციატივებს, მათ ჯიუტობას აუცილებლად ექნება შედეგი. ის კინოთეატრი, რომელიც არარენტაბელურია, მე მინდა რაღაცნაირად არაჩვეულებრივ ადამიანს ვხრა, არ უნდა დახუროს. იმიტომ რომ ის თუ რენტაბელური არ არის დღეს, რამდენიმე ხნის განმავლობაში ის აუცილებლად მოიყვანს ადამიანებს, რომლებიც მას კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვანს გახდიან. ამ სიტუაციაში რაც ჩვენ ვართ, როდესაც რეგიონებში არ არის წყალი, გაზი, არ არის გათბობა, მაგალითად ახალციხის თეატრი მთლიანად იხურება, ეს არის უმნიშვნელოვანესი კულტურის ცენტრი. და ეს რეგიონი საერთოდ სამცხე-ჯავახეთი. ძალიან მნიშვნელოვანია. იხურება, იმიტომ რომ გათბობა არ არის, იქ ძალიან ცივა, ადამიანი უბრალოდ ვერ მსახიობი ვერ ითამაშებს. ამ პირობების მიხედვით მე ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა გარდა იმისა, რომ ჩვენ ადგილობრივ მთავრობას, სახელმწიფოს მოვთხოვოთ ჩვენი ინიციატივებით აუცილებლად მოძრაობა გუბიცგოთ მეტი მოძრაობისკენ, მაგრამ ჩვენს ამ სიჯუტეს ყველა მიმართულებით მე მგონი, რომ აუცილებლად ექნება ძალიან რთულად, მაგრამ შედეგები. და ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა. ეხლა დღეს საჩხერიდანაც ძალიან კარგი კულტურის სახლია. ძალიან ბევრ ადგილას კულტურის სახლი დიახ დახურულია, მაგრამ ძალიან ბევრ ადგილას ეს სახლები არსებობს და ან ქელეხებისთვის არის მართლაც, ან პრივატიზებულია, ან საერთოდ უბრალოდ მკვდარია და მე იცით რა არის გარშემო რაღაც თქმა უნდა გაახალისო ის ადამიანები, ვისაც ის სურვილი აქვს შენზე მეტი, რომ ის ადგილი იყოს, მე მაგალითად ვოცნებ, რომ თბილისზე უფრო ძლიერი იყოს ყველა რეგიონი. უფრო მეტი ძალიან ბევრი ახლა ინიციატივა, რომელიც თბილისის გარეთ გადის. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი, თავისთავად ხდება. და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგებს. ამ ინიციატივებს აუცილებლად ჭირდება სერიოზული მხარდაჭერა, იმიტომ რომ ისინი მუშაობენ იმ ხალხთან ერთად, ვინც იქ ცხოვრობს. და იმ ადამიანებს უბრალოდ ისევე ჭირდებათ კულტურა, როგორც ამ პროლაურს მაგალითად რაჭაში გამახსენდა, არის არაჩვეულებრივი მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების. აი ძალიან კარგი. რაღაცა იმას აუცილებლად უნდა. იქ იყო არტელი რაჭა მაგალითად. თავის დროზე, რამდენიმე წლის უკან ჩამოყალიბდა და ძალიან კარგი
ამბავი. მაგრამ ეკა მეგზურები სჭირდება. ეს შეიძლება ყველაფერი არსებობდეს, მაგრამ არავინ არ იყოს მეგზური, ვინც აქამდე მიიყვანს ახალგაზრდას, ხო? ვინც ჩააბამს, ვინც მერე სურვილს გაუჩენს, რომ ამაზე ახალგაზრდებმა ისაუბრონ. აი რაღაცნაირად გარდცობის, გავრცელების თემას ვამბობ. გიორგისთან მინდა გადავიდე, ახლა ზუსტად მე მახსოვს თქვენი ერთობლივი პროექტი, როცა ერთ-ერთი სოფლიდან თეატრში ჩამოიყვანეთ ბავშვები, ეს მათთვის იყო სრულიად ზღაპრული და ჯადოსნური სამყარო. გიორგი თავისი ბიბლიოთეკებით მთელ საქართველოში ფაქტიურად მოგზაურობს და ავრცელებს წიგნიერებას. როგორ ხდება გავრცელების პროცესი, როგორ მოდიან ადამიანები, როგორ ერთვებიან ამ პროცესში, არის თუ არა თვალნათელი ეს პროცესი? გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა შესაძლებლობისთვის. რაც შეეხება პროცესს, ეს ამბავი არ გახლავთ ცხადი ეროვნული ბიბლიოთეკის პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ წლების წინ დაახლოებით 2012 წლისთვის, როდესაც მე მომიხდა ერთგვარი მოგზაურობა საქართველოს სოფლებში, მივხვდი რომ საქმე მართლაც ტრაგიკულად იყო. ოღონდ ეს ტრაგიკულობა ალბათ არ იყო განპირობებული მაინდა-მაინც ახალგაზრდობის აქტიურობის მიმართულებით, აქაც ამ ხრივაც გამოითქვა სკეპტიკური აზრი. არამედ უფრო ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის აქტიურობის თვალსაზრისით და სხვა დანარჩენი პრობლემების გამო. საქმე ის გახლავთ, რომ ხშირად როდესაც ჩვენ აქტიურობთ და ამ მიმართულებით ვცდილობთ, რომ სხვადასხვა პროგრამების, პროექტების მეშვეობით იქნება ეს თქვათ კომპიუტერიზაცია, რომელსაც პრეზიდენტის ფონდი აფინანსებს, აქ არის თქვათ წიგნი ყველა სოფელს და ძირითადი მოძრაობა ცხადი არის ეკვილიბრიუმი, რომელიც ჩვენ დაახლოებით 4 წლის წინ ჩამოვაყალიბეთ და 700-მდე სოფლის ბიბლიოთეკა განვაახლეთ და აქამდე 100 საერთოდ აღვადგინეთ. იგულისხმება აქ ბუნებრივია შტატის აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა და გვიწევს სერიოზული ჭიდაობა მუნიციპალიტეტებთან, რომ კადრები აღადგინონ, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ და ამავდროულად ბუნებრივია საერთაშორისო ფონდები გვაყავს აქტიურად ჩართული და ჩვენ არაერთ თქვათ დამსწრე სტუმართან ჩავსულ ვართ და ან კომპიუტერი ჩაგვიტანიან წიგნები, მაინც არის ერთგვარი კითხვა, რომელიც ვფიქრობ, რომ არის ყველაზე საშიში და არალეგიტიმური, რომ არსებობს პირველადი პრობლემები, როგორც არის ეკონომიკა, სხვა ტიპის თქვათ სოციალური გაჭირვება და არის მეორადი მოცემულობა, როგორც არის წიგნის ჩატანა, კომპიუტერის ჩატანა და განათლების, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოპულარიზაცია. მე მინდა გითხრა და ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ ასეთი ტიპის პრობლემები ყოველთვის პირველადი იქნება, როდესაც მეორადი იქნება წიგნი და განათლება. როდესაც ეს გახდება პირველადი, ბუნებრივია ასეთი პრობლემები ნელ-ნელა უკან დაიხევენ. რაც შეეხება სტრატეგიას და გეგმებს, ჩვენ გვინდა და ცხადია აქ დამსწრე ადამიანებს დიდი სიამოვნებით შემოვიერთდებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეს აქტიური მოძრაობა, რიგ შემთხვევაში ამას აქვს პროექტების სახე და ძალიან ბევრ სოფლის ბიბლიოთეკაში ჩვენ შევძელით, რომ კარგი ინფრასტრუქტურა აგვედგინა, ან საერთოდ თავიდან გაგვეკეთებინა, შევქმნათ პროექტი ოთახი, რომელიც იგულისხმებს ერთგვარად ერთ სივრცეში თავმოყრას, დაახლოებით იგივე სისტემისა, რასაც ამ შემთხვევაში თუნდაც ნანო გვთავაზობს წნორის შემთხვევაში, ეს იქნება ინტერნეტი, ეს იქნება თანამედროვე წიგნადი ფონდი, ეს იქნება ცხადია კომპიუტერი, ინტერნეტი ბუნებრივია ცალკე ვერ იარსებებს, ეს იქნება საინფორმაციო სივრცე, აგრარული თვალსაზრისით, სხვა მიმართულებებით და ამავდროულად ძალიან კარგი იქნება თუ მინი, თქვათ, კინოთეატრიც იქნება იმ სივრცეში, რომ ახალგაზრდებს მე შეგნებულად დავიწყე ჩემი გამოსვლა, რომ ტრაგიკული ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ არის მაინც საქმე, რომელთაც აქვთ დიდი მოთხოვნილება და მე შემიძლია გაჩვენოთ და თუ სიტყვაზე მენდობით უკეთესი იქნება ათობით წერილი, რომელიც ჩვენ დღეში შემოგვდის, იქნება ეს სკოლის ბიბლიოთეკა სოფლის, იქნება ეს ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, ამასთან დაკავშირებით სწორედ ახალგაზრდების მოსწავლეების მე ვეთანხმები ცხადია გელას იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლების ნაწილში შეიძლება ახალგაზრდა საერთოდაც არ შემორჩა, მაგრამ ბუნებრივია ეს მთლად ასე მასობრივი არ არის, იმიტომ რომ აი დასავლეთ საქართველოს იგივე აჭარაში ჩვენ მოვახერხეთ, რომ რამდენიმე მაღალმთიან თქვათ სოფელში სამეგრელოში, გურიაში აგვედგინა საერთოდ ბიბლიოთეკები და მე მინდა გითხრათ, დავასრულებ ცხადია ჩემს გამოსვლას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ჩვენ პრობლემები შეგვექმნას, თქვათ, მუნიციპალიტეტთან, სხვა ტიპის, თქვათ, ხელისუფლებებთან, რიგ შემთხვევაში შეიძლება
არ იყოს სათანადო პასუხი საკუთრივ მოსახლეობის მხრიდანაც, მაგრამ ის გაჯიუტება, რაც ახსენა ამ შემთხვევაში ეკამ არის აუცილებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ დაკარგავს ენთუზიაზმს და ასევე უერთდები მოწოდებას, რომ ეგებდა, ვთქვათ, იმ ადამიანმა, რომელსაც აქვს კინოთეატრი გორში, შეინარჩუნოს ეს ამბავი და ეგება ჩვენც, ვთქვათ, ამ შემთხვევაში რამე შეგვეძლოს ამის, ვთქვათ, შესაძლებლობა. გილოს უნდა პატარა კომენტარი, შემდეგ ბატონ ირაკლისთან გადავდივარ და შემდეგ მოკლედ უნდა დავამატო, ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ ერთად პრობლემებზე. მე რაც ხედავ ეხლა იგივე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რაჭიდან ჩართვიდანაც, რაჭიდან რაც ვინც ჩაგვერთო ახალგაზრდა გამოიკვეთა, რომ სერიოზული პრობლემაა რეგიონებში მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიღებ პირებთან კომუნიკაცია ხელშეწყობის ნაწილში. ანუ პრაქტიკულად კავშირი არ არის ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შორის. იმისათვის რომ რაღაც თუ აქვთ რამე იდეა, იმ იდეის განხორციელებაში გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ. რაც შეეხება ახალგაზრდების, ანუ 8 საათის შემდეგ დაუშვათ რეგიონებში ცხოვრება რომ მკვდება. ეს ნამდვილად ასეა და რატომ არის ასე? მაგალითად რომ ავიღოთ კახეთის რეგიონი, ხო, თელავში ბევრად მეტი შესაძლებლებაა ვიდრე ამ რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, იმიტომ რომ ფუნქციონებს სახელმწიფო თეატრი, არის კინოს ნახვის შესაძლებლობა, არის კაფეები, სადაც შეიძლება ადამიანები ახალგაზრდები დასხდნენ და ისაუბრონ და რაღაც სხვადასხვა მუსიკას მოусმინონ და გაერთონ. სხვაგან ესეც არ გვაქვს. არის უნივერსიტეტი, ბევრი სტუდენტია უფრო და მეტი შესაძლებლობაა რომ ახალგაზრდებმა რაღაცები მოიფიქრონ და განახორციელონ. მაგრამ თელავში ეს მხოლოდ ქალაქში. თელავში რომ მიხვიდე საღამოს 8 საათის შემდეგ, ან და ცოტა უფრო ადრე რომ მოახერხო მისვლა, 8 საათის შემდეგ სოფელში ვეღარ დაბრუნდები. ავტობუსი არ არის. ფიზიკურად არ არის. მუნიციპალური ტრანსპორტი რეგიონებში არ არსებობს და ტაქსები, რომლებიც როგორც კი შებინდდება, ადებენ თავის მომსახურების ღირებულებას, აორმაგებენ. ან თუ ღირს 10 ლარი მაგალითად თელავიდან პირობითად რაღაც სხვა სოფელში გადაადგილება, საღამოს ხდება 20 ლარი. ბუნებრივია ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები და არ აქვს შემოსავალი, ამის გადახდის თავი არ აქვთ. ეს რაც შეეხება სატრანსპორტო კომუნიკაციის პრობლემას. მეორე, იქ სადაც კულტურის სახლებია შემორჩენილი, არის მანკიერი პრაქტიკა თვითმმართველობის ორგანოებში დამკვიდრებული. როგორც წესი საჯარო სამსახურებში სამწუხაროდ, განსაკუთრებით ასეთი ტიპის არასამიწარმოო არაკომერციული იურიდიულ პირებში და თან ასეთი სპეციალისტების დონეზე, რომლებიც სოფლებში არიან, ხდება პარტიული აქტივის დანიშვნა. ანუ რეალურად კულტურის სახლებში ყავთ შტატში თანამშრომლები, რომლებსაც ეძახიან გამგეს ან კულტურის რაღაც საკითხებში სპეციალისტ, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით არნაირი გამოცდილება არ გააჩნიათ, არნაირი გეგმა არ აქვთ. ისინი არიან იმიტომ და 4 წლის განმავლობაში 4 წელი არიან, იმიტომ რომ მე 4 წლის თავზე თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში იყვნენ მმართველი პარტიის აქტივისტები. ესეც არის სერიოზული პრობლემა. და მეოთხე მინდა ვთქვა, მუნიციპალიტეტში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობაში არის კულტურის სამსახურთან არსებული ახალგაზრდული მიმართულების რაღაც ჯგუფი, ხო? რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს და მათი ვალდებულებაა სწორედაც რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის რაღაც ღონისძიებები დაგეგმონ და შექმნან. ოღონდ არა მხოლოდ ექსკურსიები, სადაც ახალგაზრდებზე მეტი ჩინოვნიკები დარბიან ხოლმე დასასვენებლად. ეს ადამიანები თავიანთი ბიუჯეტიდან ხარჯი-რუა გამო 17000 ლარი წლის განმავლობაში რა ღონისძიებები უნდა ჩაატარო, დაუშვათ რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა. ვერაფერი, ხო? ანუ თანხები ახალგაზრდული პოლიტიკისთვის, ამ ახალგაზრდების განვითარებისთვის ბიუჯეტიდან უნდა გაიზარდოს და ამაზე უნდა ახალგაზრდებმა მიეწოდონ ინფორმაცია და ეს გამგებლებმა თუ რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებმა უნდა იკადრონ როგორმე, აიღონ ვალდებულება, ანგარიშ ვალდებულები უფრო მეტად იყვნენ ვიდრე ახლა არიან და ახალგაზრდებს უნდა მოусმინონ და მათი პრობლემები გაიზიარონ და გადაჭრაშიც დაეხმარონ. სწორედ ამ თემაზე მე შემდეგ ირაკლის აუცილებლად დაუსვა საკითხს ერთ-ერთ ჩვენ წინა გადაცემას ეხმიანება თვითმმართველობების დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა მე ახლა ბატონ ირაკლის მინდა დაუსვა ასეთი შეკითხვა. ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. თქვენ ახლა ძალიან ბევრი რამ მოისმინეთ. კონკრეტულად რა პოლიტიკა აქვს ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს, კონკრეტულად თქვენ ფონდს, რა ხორციელდება, რის განხორციელებას ისურვებდით და როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა კიდევ უფრო გააქტიურებული, თქვათ, ახალგაზრდების მომართვიანობა და როგორ უნდა იყვნენ ინფორმირებულები ეს ახალგაზრდები, რომ ზუსტად იცოდნენ რა მომენტში, თქვათ, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა, რა არის თქვენი პრიორიტეტები, როგორ პროექტებს გეგმავთ, თქვათ, მთელი საქართველოს მასშტაბით. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ასევე ისარგებლებ შემთხვევით და მინდა ყველას მიგულოცო ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე და სიმბოლურად სამინისტროს თხოვნით მინდა გადმოგცეთ სპეციალური დისკები ვაჟა-ფშაველას, რომელიც ეს არის საპილოტო პროექტი მოწყვლადი ჯგუფებისთვის
ხო, რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკას, მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ის დიაგნოსტიკა და პრობლემაზე საუბარი, რაც წეგან აღენიშნა, აუცილებელი არის. თვითონ ეს სფერო და დარგი არის ახალი, ამ სფეროში არ არის კონკრეტულად იმდენი ცოდნა დაგროვილი შესაბამისად, რომ მოხდეს თუნდაც სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის უფრო მაღალ დონეზე აქტუალიზაცია. თუმცა არის თუ არა კვლევა ამ მიმართულებით, აი კონკრეტულად რა რეგიონს რა საჭიროებები აქვს? ამ ტიპის კვლევები თუ არსებობს და რა სურათია? არსებობს რამდენიმე კვლევა, მათ შორის თავის დროზე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ UNICEF-მა ჩაატარა საჭიროებათა კვლევა, ისევე როგორც უკანასკნელი კვლევა იყო ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული და რა თქმა უნდა ძირითადად სოციალური პრობლემატიკაზე იყო აქცენტი გაკეთებული. ხო, უშუალოდ მე უფრო ფართოდ შევხედავდი ამ საკითხს, როდესაც ვსაუბრობ სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, იგივე გართობაზე და დასვენების ორგანიზებაზე და ასე შემდგომ, რაც დღევანდელი დღის თემატიკას წარმოადგენს, უნდა აღვნიშნო, რომ პირველ რიგში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა ნიშნავს სახელმწიფოს პრაქტიკას და ვალდებულებას, რომ შექმნას ისეთი შესაძლებლობები და ისეთი სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის, ესე ვთქვათ, ჩართვას იმ აქტიურ პროცესებში, რომელიც თუნდაც სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესს გულისხმობს, თუნდაც მათ შესაძლებლობების რეალიზაციას და ასე შემდგომ. ცნობილი ქართველოლოგი სტივენ ჯონსი, ამერიკა ქართველოლოგი აღნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მას შემდგომ, რაც მოხდა, ესე ვთქვათ, დერეგულაციის პოლიტიკების გატარება და პრივატიზაცია, ამან გამოიწვია ის ვაკუუმის შექმნა, რამაც რეალურად წარმოქმნა ის მთელი რიგი პრობლემები რეგიონებში, რომელიც არსებობს, თუმცა ამ ხრივ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გადაედგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგალითად დღეს რაჭა იქნა ნახსენები და გაიხსნა შაორის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც დაახლოებით 1000-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროცესში, ისე როგორც აგვისტოში უბრალოდ ხვალე იქნება ანაკლიაში გახსნა, სადაც 2000-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლოს. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის კონკრეტულად დისკურსის შექმნა საზოგადოებაში, რომ სახელმწიფომ შეიძინოს მეტი ცოდნა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით, რაც ბუნებრივად გულისხმობს სახელმწიფო ადგილობრივები, რამდენად იქნებიან ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეები, ვთქვათ, იმ პროცესების, იგივე შაორის ბანაკის გახსნის შემთხვევაში, ანაკლიის ბანაკის აი თვითონ ადგილობრივი ახალგაზრდები თუ იქნებიან მონაწილე ამ პროცესების. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად სამინისტრო პოლიტიკა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება ჩაერთოს ამ პროცესში. რა თქმა უნდა, იქ არის მთელი რიგი ეტაპები, მაგალითად, ანაკლის ბანაკში განათლების სამინისტროსთან ერთად ხდება იმ მოსწავლეების შერჩევა, რომელსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში საჭირო არის ახალგაზრდული პოლიტიკის აქტუალიზაცია, როგორც ვთქვი, და ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ვფიქრობდით რეგიონებში რა სერვისები შეიძლება შექმნილიყო ამ მიმართულებით, რომ მომხდარიყო ესე ვთქვათ მაქსიმალურად მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების. ასეთად ვაქციეთ მაგალითად სოციალური მეწარმეობა, რომელიც არ გულისხმობს რაღაც ეკონომიკურ საქმიანობას, ჩვენ შემთხვევაში იგი ორიენტირებული არის კონკრეტულად სოციალურ ბიზნესზე. მაგალითად, აი თუნდაც ცოდნის კაფე ახსენეთ, რაც მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ესე ვთქვათ პროექტი იყო და მადლობა მინდა მის ხელმძღვანელობას გადაუხადო. თუმცა ისინი პრობლემის წინაშე არიან. თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ მათ. პირველი, ანუ ამ შემთხვევაში საუბარი სოციმეწარმეობაზე დავასრულებ და მე მაგაზეც ვისაუბრებ. ანუ თავარია, რომ ის შემოსავალი, რომელიც თქვა თუნდაც ცოდნის კაფეს ხმარდება, უნდა რეინვესტირდეს იმ სოციალურ აქტივობებში, რომელიც უზრუნველყოფს თვითონ თემის ორგანიზებას კონკრეტულად რაღაცა იდეების გარშემო. ანუ თემი განწირულია წარმატებისთვის, როდესაც იგი ორგანიზებულია რაღაც იდეების გარშემო. აქედან გამომდინარე, იგივე სოციალური მეწარმეობა იქნება თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც თუნდაც სამინისტრო ახორციელებს, მაგალითად ახალი სპორტის სასახლეების შენდება ბათუმში, ქუთაისში, გორს, თელავში, ასევე ათეულობით ახალი სტადიონი, ისე როგორც გარე სავარჯიშო საშუალებები. ეს არის საშუალება. მაღალმთიანი რეგიონებისთვის გაქვთ რამე განსაკუთრებული, ვთქვათ, მოფიქრებული თუ არ არის ჯერჯერობით ეს განხილვის საგანი? რომელი რეგიონები? მაღალმთიანი რეგიონებისთვის, იგივე თუშეთი ახსენაგელა, ვთქვათ, აი სხვადასხვა ყველაზე მეტად საჭირო რეგიონები, სადაც აი ყველაზე ნაკლებია ახალგაზრდების აქტივობა. რა თქმა უნდა, ყაზბეგში მაგალითად დაფინანსდა კემპინგ ცენტრი, ისე როგორც ხევსურეთში და ოხრეს მომავალში იქნება ამაზე პრეზენტაცია, ისე როგორც სვანეთში მაგალითად ახალგაზრდული ცენტრი ბეთქილი, რომელიც ორიენტირებული არის არა მარტო ზოგადად კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობაზე, არამედ ზოგადად აქ შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს თავისი რაღაცა
მოსაზრებების დაფიქსირება და ასე შემდგომ. ანუ რეალურად შეიქმნა ის სივრცე, რომელიც ცვლის ადგილობრივ ახალგაზრდებს უკეთესობისკენ. ცხადია, რა თქმა უნდა, იდეალური სურათი არ არის რეგიონების მასშტაბით, მაგრამ ამაზე საუბარი აუცილებელია, რომ დაიწყოს. გაქვთ კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, აი თუ ჩადიხართ და თუ არის მათ საჭიროებებზე? აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ვარ, პირადად მე ნამყოფი და შეხვედრილი ვარ ადგილობრივ ახალგაზრდებს. ძირითადი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის სოციალურ პრობლემატიკაზე ორიენტირებული და რა თქმა უნდა ამ ხრივ საჭიროა მეტი მხარდაჭერა თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფოს ამ ხრივ რა თქმა უნდა არსებული რესურსიდან გამომდინარე დგავს როგორც არასამთავრობო სექტორთან ისე კერძო სექტორთან ერთად კონკრეტულ ნაბიჯებს რომელიც თქვათ აერთიანებს. სხვა შეს მედიას აქვს ერთი არაჩვეულებრივი მისია აჩვენოს სახელმწიფოს ის სადაც ყველაზე დიდი პრობლემებია. თქვენ ახლა ახსენეთ რომ მუნიციპალიტეტებში თქვენ გაქვთ კომუნიკაცია და ეცნობით ამა თუ იმ პრობლემას. ჩვენ ახლა მე ახლა მინდა იზასალაყაია ჩვენი კორესპონდენტის მიერ მომზადებული მასალა შემოგთავაზოთ მობილური ამბავი ფოთიდან, სადაც ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ნახოთ ვიდეო. ყველა ვინც ფოთში ჩამოძე ლაპარაკობს, ეს არის ფოთის საკათედრო ტაძარი. დიახ, ძალიან ლამაზი შენობა, მაგრამ ახალგაზრდას გართობა ჭირდება რა. ეს რაღაცებზე რა ვიცი პირდებიან და მართლაც ამ დაპირებებში ვასწავლებ. მე ყოველდღე ბელოსიპედი დავდივარ ცურაბზღვაში. შემისაწერიეთ 60 წელს. გურ თამაშობდი, ფრენბურთი იყო, ქალაქბურთი იყო ზღვისპირას. ეხა ცურვა და ბევრი რაღაცა ინტერესო იყო. მე აქ ქუჩები ეჯიბრებოდა მაშინ ფეხბურთში. ამჟამად ვიმყოფებით ფოთის კოლხეთის სტადიონზე. როგორც ხედავთ, ძალიან ცუდი სიტუაცია, იმიტომ რომ თავი სტადიონზე არა, უფრო ქუჩის ფრენბურთის მოედანზე მგონია, იმიტომ რომ ბალახისაფარი საშინო მდგომარეობაშია. ტრიბუნებიც არ ვარგა. ესე იგი, ფოთის ახალგაზრდას, რომელსაც აინტერესებს ფეხბურთი, არანაირი პირობას არ უქმნიან იმისთვის, რომ ამ სპორტით დაინტერესდეს. რამოდენიმე თვის წინ ფოთში ჩატარდა ამ სკოლებს შორის იყო შეჯიბრით ფეხბურთში. და ჩვენი სკოლიდან წამოვიდა რა თქმა უნდა ჩვენი გუნდი და მოდივით ენთუზიაზმით რომ რაღაც ამ სტადიონზე შეგვიშვებენ ცოტა დასვენების საშუალება გვექნება გამოვიცვით, მაგრამ მოვედით და სამწუხაროდ აი ამ კონტეინერში მოგვიწია გამოცვლა. და იმდენად ცუდი სიტუაცია შეიძლება რომ გამოცვლას გარეთ გამოსვლა ამჯობინეთ. ფაქტობრივად ისევ და ისევ აქ უწევს კოლხეთის ფეხბურთელების გამოცვლა, აქ ვარჯიშობენ და ალბათ მიხვდებით. რატომ აგებს შეიძლება კოლხეთი, იმიტომ რომ სავარჯიშო პირობები არ არის. აი, ეს ძალიან წყურია მაგალითად. მეც. შენ ურეკში იყავი, ხო? კი. ძალიან მაგარია მან, ხო? ხო, ძალიან გასხოვდება ფოთისგან ბევრაჯობი. აუ, ძალიან მაგარი იქნება ეათია, ბარები, შეზლონგები, სიმღერა, მაგრამ სიმღერას საერთოდ რა უნდა. მუსიკის მარსად არის. საერთოდ. ბენდი მყავს, მაგრამ პროდიუსერია მე ბენდის და საერთოდ სად უნდა გამოვიდეს ეს ბენდი? ფოთში ერთ-ერთი კი არა მგონი, ერთადერთი გასართობის საშუალება ეს არის სახინკლეები, ბარები და რაღაც საშაურმოები, რომლებიც ყოველდღიურად იქნება ჩვენს ქალაქში. აი ძალიან მაგარი იქნებოდა ოქროს ტბის პირას ეს ბუნგალო ღიაბარი, რომელიც საერთოდ არ ფუნქციონირებს და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს რაღაცები უნდა იყოს ჩვენს ქალაქში. თქვენ უკან ხედავთ შენობას, სადაც უნდა აშენებულიყო დიდი სავაჭრო ქსელი და ამ სავაჭრო ქსელში უნდა ყოფილიყო კინოთეატრი, მაგრამ არც სავაჭრო ქსელი აშენდა, არც კინოთეატრი გვაქვს და ასე მუდმივად დაპირებებში გვიწევს ცხოვრება და ამ დაპირებების ნელ-ნელა რასაც გომებია, გავიზარდეთ უკვე და ჩვენ გარდა კი თაობები მოდის და იმედი მათ მაინც ექნებათ ელემენტარული ცვლილება. ჩვენ სტუმრებს სამეგრელოდან ახლა ტატოს და თამარს მინდა დაუთმო მიკროფონები თუ შეიძლება გადავცეთ და აქვე სტუდიაში რომ ვილაპარაკოთ იმაზე, თუ თქვენი თვალით დანახული თქვენივე ქალაქები, ახალგაზრდები, რომლებსაც ვთქვათ აქვთ სურვილები, გარდა იმისა, რაც აქ მოვისმინეთ, როგორ ფიქრობთ? თამარ. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მე ფოთიდან ვარ და მადლობა იმისთვის, რომ თქვენ შესაძლებლობა მომეცა ვისაუბრო ფოთის პრობლემებზე. სამწუხაროდ ვნახეთ რეალობა ქალაქში, რაც რის წინაშეც ახალგაზრდები შევეჩეხეთ, ესე რომ ვთქვათ. პირველი პრობლემა სამწუხაროდ არის ის, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებენ სწავლას
სხვადასხვა უნივერსიტეტებში სამწუხაროდ აღარ უჩნდებათ ხოლმე სურვილი დაბრუნდნენ ქალაქში. პირველ რიგში მინდა მოვუწოდო მათ, რომ იქნებ შეცვალონ რაღაც სტრატეგია, ან თქვათ რაღაც შეიმუშაონ გეგმები, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ დაბრუნებას ქალაქში, მაგრამ მე მესმის მათი, იმიტომ რომ ქალაქში სამწუხაროდ არ გვაქვს არავითარი რეალური სივრცე, ეს ხია იქნება თუ დახურული, სადაც შეძლებენ ეს ადამიანები, ანუ მოახერხონ სხვადასხვა სახის შეკრებები, იქნება ეს აზრების გაცვლა თუ თქვათ ფილმების ჩვენება. ქალაქში არ გვაქვს კინოთეატრი, საბედნიეროდ ერთადერთი ადგილი, სადაც ქალაქის ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა ერთობა თუ დადის, შეიძლება ითქვას, ეს არის თეატრი, რომელსაც ყავს არაჩვეულებრივი დასი. სამწუხაროდ ზაფხულობით ქალაქის ანუ ახალგაზრდობის ერთადერთი გასართობი შეიძლება ითქვას, რომ არის სხვა და მინდა გითხრათ ის, რომ სამწუხაროდ ქალაქში არ იყო პლიაჟი, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეხლა ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მაინც მიმაჩნია ახალგაზრდების დასაქმება. ვინაიდან რადგანაც ახალგაზრდობას არ აქვს სამუშაო ადგილები, პერსპექტივაშიც კი ისინი უარს ამბობენ დაბრუნებაზე საკუთარ ქალაქებში თუ სოფლებში. მე პირადად დავამთავრე სამხატვრო აკადემია და ვაპირებ აუცილებლად დავბრუნე ჩემ ქალაქში და შევიტანო გარკვეული წვლილი ჩემი ქალაქისთვის და მინდა მოვუწოდო ყველას თავიანთი ძალებით, რომ იქნება აუცილებლად თავიანთი შესაძლებლობით მაინც შეძლონ ქალაქის აღორძინება. დატო, თქვენ წერდით ბლოგებს ზუგდიდში ცხოვრების სიმძიმეებზე, ასე ვთქვათ. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი პრობლემა, რა შეიძლება? ზუგდიდსაც აქვს თეატრი, ოღონდ თეატრს ძალიან დიდი პრობლემები აქვს, მე როგორც ვიცი. ზუგდიდს ჰქონდა ბოტანიკური ბაღი, რომელიც ახლა თუ არ ვთქვი რეაბილიტაციის პროცესშია. დადიანების ბრწყინვალე სასახლე, ორივე ქალაქს, ფოცად და ზუგდიდსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს, ძალიან დიდი ტრადიციები. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთოს? ახალგაზრდებმა რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? სანამ ზუგდიდზე დავიწყებდე საუბარს, იქამდე ფოთზე ვიტყვი რაღაცას 18 და 19 ივლისს ახლა არის სპექტაკლი ფოთის თეატრში იმ თემაზე, რა თემაზეც ვართ დღეს ჩვენ შეკრებილები. დათო ხორბალაძის პიესა არის მკვდარი ქალაქები, რომელსაც გრამს მიშა ჩარკვიანი და ვინც ვიყურებს ფოთელები, ვინც ვიყურებენ, მიბრძანეთ აუცილებლად. მოკლედ, რაც შეეხება ზუგდიდს. თავარი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს პოზიტიური წერტილები, რა ვზულისხმობ ხოლმე ეს პოზიტიურ წერტილებში, გასართობ და საგანმანათლებლო წერტილებს, სივრცეებს, ხო, ვთქვათ, კინოთეატრი, თეატრი, ღამის კლუბები. თუმცა ზუგდიდს ჰქონდათ კინოთეატრი, მე მახსოვს. კი, ვიტყვი მაგაზეც, ცოტა მოგვიანებით. ხო, კი, დაიხურა, კი. მოკლედ არ არსებობს გავსის წერტილები, სივრცეები, სადაც რეალურად ჯანსაღი საზოგადოება იქნება, ხო? და რაც შეეხება სამაგეროდ არსებობს ნეგატიური წერტილები და ერთი ამბავი მახსენდება და ჩემი აზრით ზუგდიდის განადგურება, ქალაქის განადგურება დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც კინოთეატრი ატრიუმის ნაცვლად გაიხსნა სლოტ კლუბი, ანუ ტოტალიზატორი. ანუ მეტაფორულია, ხო, ანუ თუ ახალგაზრდა მიდიოდა გასართობ და განათლების მისაღებ ადგილში, მისი გზა შეიცვალა და მიდის ის რაღაც ნეგატიურ წერტილში, ხო? და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თქვათ, რამდენიმე დღის წინ საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც აპარატების დადგმა, ანუ სათამაშო აპარატების დადგმა, თუ არ ვწდები ასე ხვია, დადგმის თანხა დაიკლო მოკლედ. რაც რასაკვირველია, ახალისებს ხო ამ ბიზნესს. ბუნებრივი. და რეალურად ამ ნეგატიური გასართობი წერტილებით სისტემა ჩაგრავს ახალგაზრდებს, ხო? და რეალურად შემდეგ ჩვენ ვიღებთ ძალიან ცუდ შედეგს, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები, ამ ახალგაზრდების რეფლექსი ასევე შემდეგ არის ჩაგვრა, ხო? და ისინიც ყალიბდებიან როგორც ჩაგვრელები. და ესე ჩამოყალიბდა ერთი გარკვეული სეგმენტი ახალგაზრდების, ანუ ჩაგვრელი ახალგაზრდების სეგმენტი, რომლებიც ვერ ახორციელებენ პერვერსიას და ასე რომ ვთქვათ, პოსტ 90-იანი წლების თაობა გამოდის, ხო? და აქედან და ასევე და ყველაზე საინტერესო რა არის, თუ მათი მამები თუ ამბობენ, რომ ჩვენ ცხოვრობდით და ქონდა კარგი ახალგაზრდობა, ესენი არ ამბობენ, რომ ახლა ცხოვრობენ კარგ მდგომარეობაში და არც მომავალში იტყვიან, რომ ისინი კარგად ცხოვრობდნენ, ხო? და ჩამოყალიბდა ასევე მეორე საზოგადოებრივი ახალგაზრდობის მეორე სეგმენტი, რომელსაც მე ვცხოვრობდი, ჩემი აზრით, მე ამ ახალგაზრდებს ვეკუთვნოდი, ანუ ამ სეგმენტს ვეკუთვნოდი. ანუ ადამიანები, რომლებიც საერთოდ სახში ვკითხულობთ, ვთქვათ, დავდივართ რაღაცა ორგანიზაციებში, ვთქვათ, და ასე შემდეგ,
და ჩვენი ერთადერთი გასართობი იყო დეპრესია. ანუ ჩვენ არ ვიყავით კომპრომისები, არავითარ შემთხვევაში არ გვინდოდა მოკლედ ნეგატიური გართობის საშუალებების მიგვემართა და ვერთობოდით ჩვეულებრივ დეპრესიით და საბოლოოდ მოკლედ შევაჯამებ ამ ყველაფერს, რომ ჩემი აზრით საჭირო არის ალტერნატიული გზის შექმნა. ჩვენ ერთ გზაზე მივდივართ, ხო, რეალურად. და მეორე, გვერდით ჩვენ არ გვაჩნია გზა. და რეალურად არც ვცდილობთ, რომ ეს გზა შევქმნათ, ხო? სრულიად რუდიმენტულ მდგომარეობაში ვართ და ეს არის ყველას ვაბრალებ, ხო, სახელმწიფოს ვაბრალებ, ვიღაცებს თიცვადებ, პირველ რიგში ჩემი აზრით ეს უნდა დაიწყოს ჩვენგან. ჩვენი მოძრაობით. კიდევ მარტივ მაგალითს მოვიყავ, რომ მთავრობა არაფერს არ გააკეთებს. საკრებულო, ახალგაზრდული საკრებულო არსებობს, სადაც მთავრობის წევრი, საკრებულოს წევრი, ახალგაზრდულ საკრებულოში ბავშვებს უტარებს ტრენინგს გლობალიზაციის უარყოფით მხარეებზე თეოლოგიური კუთხით. რომ ანუ მასონები მოდიან და ანტიქრისტე ეშვება ციდან და ასე შემდეგ. ანუ ხო ხვდებით რის წინაშე ვდგავართ. რეალურად უნდა გადაცნობიეროთ და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ალტერნატიული ლექცია გლობალიზაციის წინააღმდეგ. უნდა დავიწყოთ ალტერნატიული რეალობის შექმნა. დიდი მადლობა. სლოტ-კლუბების ფასის დაკლებას მისახვა ამ დროს. კი, ასაკვირველია. უჩა, სამოქალაქო აქტივიზმის ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი მოგვცა ბატონმა უჩამ, ბატონო ირაკლი. უჩას სკვერი გააკეთა თავისი სოფლის ცენტრში. უჩას სკვერი. და შექმნა საზოგადოებრივი სივრცე. როგორ განვითარდა მერე მოვლენები? ძალიან საინტერესოა. ჩემთვის ყოველთვის აქვს აი ესეთ ერთ კონკრეტულ ადამიანს მნიშვნელობა, რომელიც ცვლის რეალობას. თქვენ შემთხვევაში თქვენი სოფლის რეალობა შეცვალეთ. როგორ მოახერხეთ ეს? მოგესალმებით ყველას, მიესალმებით ტელემაყურებელს და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო საზოგადოებრივ მოუწყებელს აქ გადაცემაში მონაწილეობისათვის და ტელევიზიას, ვინც ეს სკვერის შესახებ გააშუქა, აგერ გელამ თივლიშვილსაც, ბატონ გელამ თივლიშვილს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს, რომელმაც გააშუქა ჩემი სკვერის შესახებ. როდესაც არანაირი გასართობი საშუალება არ აქვს სოფელ ჩუმლახში, გადავწყვიტე რომ მომეწყო ესეთი პატარა რაღაც ადგილი, გავამწვანე, Wi-Fi ჩავერთე, უფასო ინტერნეტი და მივეცე ახალგაზრდებს საშუალება რომ მოსულიყვნენ დაესვენათ და ესარგებლათ სრულიად უფასო ინტერნეტით. აი რას იძიებდნენ ამ ინტერნეტში? ყველაზე მეტი მოთხოვნა რაზე იყო? აი ეს ძალიან მაინტერესებს. სკოლაში მასწავლებლები დავალებებს უაძლევდნენ, მოდიოდნენ, იქ იძიებდნენ ხოლმე. და სხვადასხვა ინფორმაციას უყურებდნენ და ასე შემდეგ. მიკროფონი არ არის სხვაგან და თავისთავად რატომ მივიდნენ უჩასკერში? იმიტომ რომ იქ გახდა ეს ხელმისაწვდომი, რომ იქ სხვა რამე ერთი შუქია ნატურა გასწონია, მაგიტადაც კამიდგას. რამე განსაკუთრებული ფული და ინფრასტრუქტურა კი არაა მოწყობილი. არის უფასო Wi-Fi და დააყენეთ ეს უფასო Wi-Fi სხვა ცენტრებშიც და სხვა სკვერებშიც. მარტო ლუდის სმა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით დადგენილი სამართალდარღვევა და ეს საკრებულოები რასაც მიუხედავ მუნიციპალიტეტებში ამ სკვერებში ჩადგეს ეს ჭიხურები და მიდის ამ ლუდის სმა და კაცი შვილი ამაზე რეაგირებას არ აქვს. ამასობაში მოთხოვნა ყოფილა მეცადინეობაზე. ან მაგითა დადგით, ან რაღაცავის ერთი ნატურა დააყენეთ, Wi-Fi ჩართეთ, რომ ადამიანებმა ან YouTube-ზე შევიდნენ, ან Facebook-ში დარეგისტრირდნენ, მეილურზე რომ უნდა ისხდნენ, ვისაც მეილი აქვს, კაცო. რა Wi-Fi-ს ხაზია, დილა საუბარი გამიქიშეს ეს გარე განათება და მე მიმართე იმას იაგერგიძეს და ჩამერთო როგორც. რა მაინტერესებს? აი ფესტივალსაც იწყებთ ახლა. ამის მოთხოვნილება საიდან გაჩნდა? ეს თვითონ თქვენმა მეგობრებმა, რომლებიც შემდეგ უჩას სკვერში გაერთიანდნენ, ასე ვთქვათ, მოიტანა აი ეს აუცილებლობა ამან მოიტანა, შემდეგ უკვე გაერთიანებამ, აი ამ იდეების და აზრების გაცვლამ ალბათ არის. კამათი დავა სხვადასხვა კი, მოთხოვნა იყო ახალგაზრდების მხრიდან და მეც მინდა რომ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდო და ხელი შეუშალო სოფლიდან ახალგაზრდების გადინებას. ფიქრობთ რომ მოახერხებთ? ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, იმედს არ ვკარგავ. მარიამ, ახალციხედან მინდა თქვენი მოსაზრება და შემდეგ ბატონ ირაკლს უნდა შევაჯამებინო ყველაფერი, რაც მან მოისმინა ერთი მთავარი კითხვის შემდეგ. გისმენთ. პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ საშუალება მომეცა სამცხე-ჯავახეთის სახელით გესაუბროთ. ანუ ახალციხეზე ვერ ვიტყვი, რომ მკვდარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ახალციხეში, მაგრამ არ აქვთ იმის საშუალება, რომ თუნდაც მიიღონ უკეთესი
განათლება იმით, რომ კინო არ გვაქვს, ესე ვთქვათ, თეატრი გვაქვს, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნეს, ძალიან პრობლემური და თუ თეატრს იმის საშუალებას არ აძლევენ, რომ მსახიობები გათბდნენ უბრალოდ, რომელ კინოზეა საუბარი. კინოკლუბის ჩვენებებზე, ანუ კინოსკოლაში მე დავესწარი 3 ჩვენებას, სოფელ კლდეში, სოფელ უდესა და ქალაქ ვალეში და ანუ ჩემი თვალით ვნახე, როგორ ინტერესით უყურებდნენ ბავშვები და რა კარგად განიხილავდნენ ამ ყველაფერს და როგორ აინტერესებდათ, იმიტომ რომ დიდ ეკრანზე, ესე ვთქვათ, დიდი ეკრანი იყო, არ ქონდათ ნანახი კინო. მეც შემიძლია ვთქვა, რომ მანამ არ მქონდა თბილისში ჩამოსვლამდე არ მქონდა საშუალება, რომ მენახა კინო. ხო, ჩვენს მარჯანიშვილის თეატრში ეკასთან იყვნენ ბავშვები, 12-13 წლის ბავშვები, რომელსაც თეატრი არ ქონდათ თვალით ნანახი და ჩვენ გადავიღეთ ეს ბავშვები და რეალურ სივრცეში ჩვენ ვაჩვენეთ ეს ბავშვები და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა. ეს იყო 40 წლის ხალხი არ გინახავს თეატრში ვარ ყოფილა თბილისში? არა, ეს სხვა შემთხვევა ალბათ. ხო, მიკროფონი მივაწოდოთ ეკას. ჩვენ ახლა მე მგონი ყველაფერს მაპატიეთ. ყველაფერს რაც ჩვენ ვლაპარაკობთ ის არის ის თუ როგორ საზოგადოებას ქმნით ხვალისთვის. და ჩვენ საერთოდ არ მგონია რომ გართობაზე ვლაპარაკობთ. მე მგონი ვლაპარაკობთ მარტო განათლებაზე. მარტო ისეთ ადამიანებზე, როგორებს გვინდა რომ იყვნენ ქართველები ხვალზე, მასზე, იმ თაობებზე, რომელიც ახლა ამ წუთას ვლაპარაკობს, რომ თეატრი, კინო თუ არ მინახავს, თეატრში არ ყოფილვარ, იმიტომ რომ ეს მისი ბრალი არ არის. ეს არის სახელმწიფოს და ეს ჩვენი ბრალია, ვთქვათ, ხო? რეალურად, ძალიან ბევრ შემთხვევაში სახელმწიფოს ბრალიც აღმოჩნდა. ესეა. და ამიტომ ჩვენ სხვათა შორის ისევ ამ სახელმწიფოს რო კარგად ახსოვდეს, ნასაში მიწვეულები იყვნენ ახალციხიდან ეს ბიჭები. და ძალიან ბევრი მიღწევა აქვს რეგიონში ახალგაზრდებს. და კიდევ უფრო მეტი შეუძლია ამ ქვეყანას შეუძლია სასწავლების გაკეთება. ძალიან ყველანაირი საზღვრის გადაბიჯება და ყველანაირი აბსოლუტურად მოულოდნელობებით სავსეა. ძალიან დადებითი და პოზიტიური მე ვარ. თუ ჩვენ არ ვიქნებით სტანდარტული ჩინოვნიკები, თუ ჩვენ ბოლომდე ჩავყვებით ყველაფერს, თუ ჩვენ ამ სიჯიუტით ვიასრულებთ და ვიმოძრავებთ, თუ არ მოგბეზდება რაღაცის დაძალება, თუ არ მოგბეზდება დისკომფორტი და თუ არ მოგბეზდება, თუ ჩვენ მოგვინდება რაღაცის გაკეთება, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ძალიან მოკლე კომენტარები უნდა შევაჯამოთ, უკვე უჩას რაღაცა აქვს სათქმელი, კი ბატონო აუცილებლად. ეხ მინდა დავამატო რომ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო სარეკლამო კომპანია N-Lines, რომელმაც სრულიად უпросто დამიზადა ეწოდებული ტრაფაეტი უჩასკვლისთვის. იმიტომ რომ ელემენტარული სახელმწიფო დროშასაც კი ჩემი ხარჯებით ვყიდულობ და არავინ არც მთავრობა კაპიკით არ მეხმარე. და მადლობა კიდევ მინდა გადაუხადო ბატონ ვალერი შოშიაშვილს, რომელმაც სკვლისთვის ქოლგა და მაგიდა და ესეთი ისინი გადმომცა ინვენტარი, საჭირო ინვენტარი. მადლობა. თქვენ და ბატონი ირაკლი და შემდეგ ბატონი ირაკლი აუცილებლად. რა თქმა უნდა, ცალკეული საპილოტო პროექტები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კონკრეტულად შეიცვალოს პოზიტივებისკენ სიტუაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტული სტრატეგიის ნაწილი. თუნდაც ახლა ასოცირების ხელშეკრულების 360 მუხლი ამბობს, რომ სახელმწიფო ანუ რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ გაატაროს არაფორმალური განათლების ჭრილში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა, ისე როგორც დაინერგოს ახალგაზრდული მუშაკის youth works-ასაც ეძახიან ეს კონცეფტი განსაკუთრებით რეგიონების მასშტაბით, რომელიც დაეხმარება თუნდაც მუნიციპალიტეტების დონეზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტების დაგეგმოს უკეთესად თვალინდელი დღე და ამ მხრივ რაღაც საპილოტო პროექტს გეგმავს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ისე როგორც მუნიციპალური საბჭოების ფორმირებას და რა თქმა უნდა ეს წარმატებული ვერ იქნება თუ ვერ იქნებიან ადგილობრივი ახალგაზრდები და ზოგადად წარმომადგენლობით დემოკრატიის ხარისხი არ იქნება მაღალი. სწორედ ამ თემაზე ბატონი ირაკლისთან და გადავიდე მაპატიეთ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. დეცენტრალიზაციის თემა, თვითმმართველობების თემა, მივადექით ამ თემას, იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ვინც თავისი მოსაზრება გაგვიზიარა, მაინც მიდის იქამდე, რომ პირველი ინფორმაცია ალბათ უნდა იკრიბებოდეს იქ, სადაც ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ, რა ჭირდებათ ახალგაზრდებს, რა ჭირდებათ მუნიციპალიტეტებს, რეგიონებს, დაბებს, სოფლებს, ქალაქებს. პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ მთავარი პრობლემა ერთ-ერთი რაც ამ საკითხთან მიმართებაში არის,
ეს არის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მომავალი აზროვნება, რომ კულტურის, ახალგაზრდული საკითხების დაფინანსება ხდება იმ პრინციპით, რომ აი დავაფინანსებ ყველაფერს და რაც მოგრჩება, მე იმას გადავდებ იქ. ეს იწვევს იმას, რომ პოლიტიკა არ არსებობს. ეხლა რაზეც იყო ლაპარაკი, 80% რაზეც საუბრობდნენ ახალგაზრდები, ძირითადად ეს არის პროგრამული ბიუჯეტის საკითხი. ანუ ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმა თუ გინდა, IP კი არ უნდა შექმნა და ხალხი კი არ უნდა შეიყვანოს შიგნით, უნდა შექმნა პროგრამები, რომელიც წამოვა ქვევიდან უკეთეს შემთხვევაში, ახალგაზრდობაში გამოკითხვას ჩაატარებ, გააკეთებ, ანუ გაიგებ რა ინტერესები აქვთ მათ. სხვადასხვა არის, ბათუმის ახალგაზრდა დღეს სხვა პრობლემაა, სხვა, სიგნალ სხვა, ონ სხვა. ხო, ამიტომ პირველი პრობლემა არის სახელმწიფო პოლიტიკა ბიუჯეტის სფეროში, ხო, როგორ გეგმავთ ბიუჯეტს. თუ სანამ ჩვენ ვიქნებით ასე ორიენტირებულები, რომ აი ამ საკითხებზე მხოლოდ რაც მოგრჩება, მე ის გავანაწილოთ, მივიღებ დაახლოებით იგივე სურათს, რაც მე ვნახე, აბსოლუტურად გაოცებული ვიყავ მთის კანონზე, როდესაც მუშაობდით, ავსტრიის მთავრობის მიწვევით, ჩაგვიყვანეს იქ და ჩვენ ნახეთ აშენებული სოფლები, აი საოცარი სილამაზე, საოცარი მოწესრიგებულობა, აბსოლუტურად სარიელი. ავსტრიაში, რომელიც წარმოუდგენლად ჩვენზე უკეთეს დღეშია, ხო? აბსოლუტურად სარიელია. სპეციალურ მატარებლებს უნიშნავენ, რომ აი პარასკევს ჩავა და კვირას ჩამოიყვანს ტრანსპორტზე იყო, ლაპარაკი ვერაფერმა ვერ გააჩერა იმ ახალგაზრდული მიგრაცია. 70-75 წელი არის საშუალო ასაკი. ანუ მაშინ მოგვივიდა თავში ეს აზრი, რომ სახელმწიფო უზარმაზარი ფული ჩაყარა, ინფრასტრუქტურა, წყალი, კომფორტი მოწყობილია, ის რა არის, რაზეც გიორგი ლაპარაკობდა. მეორე ხარისხოვნად ჩაითვალა ის ატმოსფერო, რაშიც ადამიანმა უნდა იცხოვროს. ანუ აი ეს კულტურული გარემო, რაშიც უნდა იცხოვროს. ის წავიდა ინსბრუკში, წავიდა ვენაში, წავიდა იმ დიდ ქალაქებში, იმიტომ რომ ის აკლია. ლუდს აქაც ვსვავს და იქაც ვსვავს, ოღონდ ლუდისპას აგზალავენ ახლა. ნუ აუგზალავ. დანარჩენი იქ არის კულტურული გარემო, თორე ცხოვრების პირობები უკეთეს ერთი და იგივე აქვს, აბსოლუტურად ბუნება აქ უკეთესია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ იქ არის კულტურული გარემო და მრავალფეროვანი კულტურული გარემო, ის მიდის იქ და ვერანაირი გზით ვერ აჩერებს ავსტრიის მთავრობა ამას. დოტაციები ჩაყარეს, რამდენიმე მილიარდი იხარჯება წელიწადში, რომ ეს ახალგაზრდები აი იმ ფანტასტიკურ გარემოში ზღაპარში გეგონებათ. დატოვო, ვერ დატოვეს. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბრობთ ახალ პოლიტიკაზე, პირველ რიგში ეს არის შესასწავლი და ეს უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი, რა თქმა უნდა, სოციალური გაჭირვება ძალიან დიდია. ჩვენ როდესაც დასაქმებაზე ვლაპარაკობთ, თვითმმართველობის რეფორმაზე, როდესაც ვფიქრობდით, ერთ-ერთი მიზანი რა იყო. შენ რეგიონებიდან ფუნქცია თუ წამოიღე, კიდე შენ ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც უნდა რაღაცა გააკეთოს, უნდა რაღაცა მოიფიქროს, მარტო ის რომ მივიდეს 200 ლარი აიღოს თუ 500 ლარი აიღოს, არ გაგიჩერდება. აქტიური ადამიანი მოდის თბილისში, იმიტომ რომ აქ საინტერესო სამუშაოს ელოდება უფრო აზრიანს. არის ეს პროცენტი მოსახლეობა. საქართველოში, ეკამ თქვა, ბევრი რაღაცა გავიკეთებია. მე გაუგნებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ასეთი სოფელი ავლევი არსებობს. მე-20 საუკუნის დასაწყისში სოფლის გლეხები შეიკრიფენ და გააკეთეს სახელოვნებო სკოლა. და იქიდან ხალხი ევროპაში წავიდა. საკუთარი ფულით ქნეს ეხლა. მაჩხანში გააკეთეს მე-20 საუკუნის დასაწყისში სახალხო თეატრი, ისევ ხალხმა თავისი ფულით. ანუ ეხლა არ არის ეს მატრაკოცობა, ჩვენ ცოტა სხვანაირად მომართული ხალხი ვართ. შეიძლება ტექნიკის სახლი არ გააკეთოს და რაღაცა, მაგრამ ამ მიმართულებით აზროვნებენ ეს ადამიანები. ამიტომ როდესაც ლაპარაკობთ, რომ აი დაფინანსების პოლიტიკა შეაცვლელია, ხო, უნდა წავიდეთ იმისკენ, რომ არ შეიძლება მესმის, რომ გზა არის გასაკეთებელი. მესმის, რომ წყალი არის გასაყვანი. ყველაფერი ეს გასაკეთებელია, მაგრამ მეორე მხრივ მხოლოდ და მხოლოდ ამაზე აქცენტის გასაგებ, რომ გზას მივიყვანთ და იქ გზას მივიყვანთ და უფრო სწრაფად წამოვა აქეთ, რა ეგეცნება მარტივად, უფრო კომფორტული გზით წამოვა აქეთ. კი არ ვიძახი, რომ გზა უნდა გაკეთდეს, მაგრამ პოლიტიკა ამ სფეროში უნდა არსებობდეს. თვითონ არის ხო ვალდებულება, რომ გადავიდეთ პროგრამულ დაფინანსებაზე. რას ნიშნავს ხო ეს? ბიუჯეტის ფული რო არის, სტრუქტურას კი არ აძლევ. პროგრამები რაც არის, პროგრამებს იმუშავებ, თუ ჭკვიანი ხარ, სწავლობ რა მოთხოვნილება არის, თუ ჭკვია ხარ, მარტო შენ თვითონ წვითავ, მაგრამ პროგრამებს ამუშავებ.
ხა ვიღაცაებმა გორში დაიწყეს პროგრამული ბიუჯეტი, წელს გავიგე ბორჯომი აპირებს, რამდენიმე ადგილას და ნელა მიდის ეს პროცესი. ოღონდ იქაც კულტურა, ახალგაზრდა ეს საკითხები არის მესამე, მეხუთე, მეშვიდე ხარისხოვანი. აი გიორგი შენაც აი ოთახის საკითხი. ეგ არის პოლონური პროგრამა. თავის დროზე პოლონეთის მთავრობასთან ვიყავით შეთანხმებული ერთ სივრცეში მოაქციეს ბიბლიოთეკა, მულტიმედია ცენტრი, სპორტული დარბაზი და აი ამ სოფლებში მოხდა ერთ ადგილას ამაზე ყველაფერს და თავშეყრის ადგილი არის. თავის დროზე პოლონეთის მთავრობა იყო მზად რომ ამაში ჩვენთვის დახმარება აღმოეჩინა. ახლა არ ვიცი ვინ კონტაქტობს მათთან და რაც, მაგრამ ამ პროექტში შეიძლება საერთაშორისო დონორების იგივე პოლონელებთან დალაპარაკება, იმიტომ რომ მათ სერიოზული დახმარება შეუძლიათ იმ კუთხით, რაც ჩვენ ცოტა გვიჭირს, ეს არის მენეჯმენტი. მათ დაალაგეს ეს მენეჯმენტის თვალსაჩინო, რომ ეს არ იყოს მუდმივად დოტაციური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ბევრი რაღაცა რაც შეიძლება გაკეთდეს ის თუ ყველაფერი დოტაციაზე დაჟე, უბრალოდ ვერ გაწყდება ბიუჯეტი. ამიტომ არის რაღაცა პირველ რიგში კიდევ მეორე ეს არის პოლიტიკის საკითხი. საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხი ქვეყანაში შეიძლება, ანუ გახდება ადამიანებზე ორიენტირებული და გახდება იმ კომპანიებზე ორიენტირებული, რომელსაც ფული უნდა მიიღოს იმისათვის, რომ მე ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა გავაკეთოს. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, მარტო მასზე არ შეიძლება ორიენტირება. აი როდესაც ლაპარაკობთ რა განსხვავება. რომ ნახოთ თვითმმართველობა რა არის, ხო? ეს არის ეზო, ეს არის სახლი, ეს არის ბაღი, სკვერი, ყველაფერი. ჩვენი ბიუჯეტიდან რეგიონალური განვითარების ფონდიდან 10 მილიარდი გვაქვს ხალხურ ბიუჯეტში. 140 მილიონი 1.4% იხარჯება. ყველაფერზე რაზეც თქვენი ლაპარაკით. თავისი ინფრასტრუქტურიანო. გზებიც, ისიც და ამას ხან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები დააღა, იქიდან გამოვაკელით რაც ხელფასებზე მიდის და 300-400 მილიონი არ დარჩება, აქედან კულტურაზე მოდის 3 წელი უყურებდი, ხო, ამას. კულტურაზე მოდის 0.1% კულტურის ობიექტებზე. აი ესეა მდგომარეობა. ანუ თუ სახელმწიფო გაიგებს იმას, რომ პოლიტიკა არის შესასვლელი და ამაზე ცოტა მეტი უნდა დაიხარჯოს და მეორე რაღაცა უნდა მოხდეს. გადაცილաբար მენეჯერების მომზადება არის ეგ. არავინ არ იცის ძალიან განათლების მენეჯმენტი და კულტურის მენეჯმენტი ქვეყანაში არის ძალიან დაბალ დონეზე. დღეს მე რომ მითხრა ფული უნდა მივცე თუ არა ამაზე ვეთქვი არა. იმიტომ რომ ეს ფული აი ესე გაფრინდება. იმიტომ რომ მენეჯერები უნდა მომზადდეს. ჯერ მენეჯერები უნდა მომზადდეს ამის ამას უნდა წელიწად-ნახევარი არ არის ეს ფული და გრძელვადიანი არ ვიცახე რომ მენეჯერი მომზადდეს, რომელიც Nokia-ს ფირმას მართავს. კულტურის გადაუწყვეტელი პრობლემა არ არის. მენეჯერმა უნდა იცოდეს პროგრამები როგორ დაგეგმოს ელემენტ. უნდა იცოდეს აი ამათ როგორ უნდა მიმართოს პროექტის გასაკეთება. კონკრეტული თქვა აი ფონდიდან ბევრი ფონდები არის რომლის გამოყენება შეიძლება საქართველოში და რომელიც უბრალოდ არ იციან და ვერ იყენებენ. ამიტომ ეს პრობლემაც არის, ხო? საძირკვლიდან უნდა დაიწყო. მენეჯერი გჭირდება და პოლიტიკის შეცვლა გჭირდება ამაში. მერე ნელ-ნელა ყველაფერი მოახლა. ერთბაშად ეს ყველაფერი ვერ გამოსწორდება, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა. სამწუხაროდ მე უკვე მანიშნებენ რომ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა ყველას მოგზაურებისთვის. ეს ჩვენი ბოლო გადაცემა იყო ამ სეზონზე და ბოლოს მინდა წაგიკითხოთ ამონარიდი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევიდან, რომელიც სათემო განვითარების ცენტრმა ჩაატარა და სწორედ ამ თემას ეხება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. კულტურის გარეშე ქალაქის წარმოდგენა ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ მოგვინდებოდა კი ასეთ ქალაქში ცხოვრება. ქალაქში, სადაც არ არის კულტურა, შეიძლება იყოს სამუშაო ადგილი, ღამის თევის საშუალება, საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი ან სპორტული დარბაზი. მაგრამ იქ არ იქნებოდა ბიბლიოთეკა, მუზეუმი, თეატრი, კონცერტი, ცეკვა, ახალგაზრდული სუბკულტურების ექსპერიმენტები. ეს არ იქნებოდა მყუდრო, კეთილგანწყობილი ქალაქი, არამედ ცივი ადგილი, საიდანაც გული არასოდეს მიგიწევს. სწორედ ეს იყო იმ კვლევის საბოლოო დასკვნის ნაწილი, ალბათ ეს ერთგვარად ეხმიანება, რაც ირაკლი მილაპარაკა. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ამ სეზონზე ჩვენ დავამთავრეთ რეალური სივრცის გადაცემები. ალბათ გეცოდინებათ, რომ კონკურსში გაიმარჯვა გადაცემა რეალური სივრცე და ჩვენ მომავალ სეზონზე უსათუოდ დავბრუნდებით თქვენთან საურთიერთოდ. რა თქმა უნდა, მე მინდა ძალიან დიდი წარმატება უსურვო ყველა იმ პროექტს, რომელიც ახალი სეზონიდან გავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ძალიან დიდი გულის დაწყვეტა გამოხატო იმ
ადამიანების არქიდან წასვლასთან დაკავშირებით, რომლებიც მომავალ სეზონზე თქვენთვის ვეღარ იმუშავებენ, ისინი ჩვენი კოლეგები და ძალიან კარგი პროფესიონალები არიან და მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად რომელიმე სივრცეში ჩვენ კვლავ გადავიკვეთებით, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივმა გადაცემებმა დატოვა ასევე ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურებდით. მე გემშვიდობებით მომავალ სეზონამდე. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის.